მომიხსნეს. მოვიდა ზოგადად. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეაქციას, რომელსაც ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს წარმოგიდგენთ. მე ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. ზუსტად 2 გადაცემა დაგვრჩა სეზონის დახურვამდე და გადავწყვიტეთ. დღეს სტუდიაში მოგვეწვია ადამიანები, რომლებსაც წინა საარჩევნოდ ძალიან ხშირად ხედავდით პოლიტიკური მოვლენების ავანგარდში. თუმცა ისინი არ არიან პოლიტიკოსები. ისინი იბრძოდნენ, შეიძლება ითქვას, ზოგი სატელევიზიო ეთერებში ამა თუ იმ პოლიტიკური გუნდის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, ზოგი საერთოდ არც ერთის მხარდამჭერი არ იყო, მაგრამ ისინი აქტიურად გამოთქვამდნენ მთელი წინა საარჩევნო პერიოდის განმავლობაში საკუთარ პოზიციებს. ეხლა როცა არჩევნებმა უკვე ჩაიარა, ბოლოს წინა ეთერში ვთხოვეთ, მათ კიდევ ერთხელ მიეღოთ მონაწილეობა გადაცემაში და ერთად შეგვეჯამებინა პოლიტიკური ამბები. მე სულ ცოტა ხანში წარმოგიდგენ ჩვენ სტუმრებს, ეს იქნება რამდენიმე წუთში, მანამდე კი ხაზზე გვეყოლება ტყიბული. დღეს მეშახტეებმა ვთხოვეს, მათთვისაც დაგვეთმო ეთერი წლის მიწურულს. სესილი ბოკერია უკვე მეშახტეებთან ერთად იმყოფება და სანამ მე მათთან გადავალ შეკითხვებით, მანამდე მოკლედ ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას დღევანდელი განცხადება, რომელიც მან TV პირველზე ლევან ჩხაიძის დღის ამბებში გააკეთა. არ ვეთანხმები პოზიციას, რომ ხალხს უფრო და უფრო უჭირს. ეს არ არის მართალი და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არაა. ესაა სტატისტიკა, ფაქტები, რომელიც ჩვენ გვაქვს და არ არის ჩვენი მოგონილი. ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აუდიტებული ფაქტები და სტატისტიკა, რომ ჩვენ ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ მოსახლეობის ცხოვრების დონეს. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მთავრობის დამსახურება, ჩვენ ბევრი მიმართულებით ძალიან კარგად ვითარდებით, ყოველწლიურად გვაქვს ეკონომიკური ზრდა, რაც რა თქმა უნდა აისახება მოსახლეობაზე. გვაქვს ფაქტები და ციფრები სიღარიბესთან, შემოსავლებთან დაკავშირებით, შემოსავლები იზრდება. ჩვენ ყოველ წელს და ყოველ თვე უკეთესად და უკეთესად ცხოვრობთ, განაცხადა დღეს ეკონომიკის მინისტრმა. კითხვას, როდესაც არ იზრდება პენსია, მაგრამ იზრდება საკვების ფასები. როგორ ცხოვრობს მოქალაქე უკეთესად, მინისტრმა ასე უპასუხა. არ მინდა დაგვრჩე შთაბეჭდილება, რომ კმაყოფილები ვართ მიღწეული შედეგებით, გვინდა მეტი, მაგრამ ეს მეტი უნდა იყოს რეალიზებული მოლოდინები. ამ მეტის გაკეთებას უნდა რაღაც განსაზღვრული ტემპი და დრო. უკეთეს ცხოვრებაზეც მოგახსენებთ. მიუხედავად იმისა, რომ ვალუტის კურსი შეიცვალა, ინფლაცია ქვეყანაში არის არაუმეტეს 2.5%-ისა. რაღაცა პროდუქტებზე ფასი გაიზარდა, რაღაც პროდუქციაზე დაეცა. შეიძლება. ხალხს აქვს განცდა, რომ უჭირს და ზოგს გონია, რომ უარესად ცხოვრობს, მაგრამ რომ ნახოთ ფაქტები, ეს ასე არაა. აი ეს გინდათ შევაფასოთ და უწოდოთ უცნაური განცხადება, ან გინდათ თქვათ, რომ ეს რეალობაა, რაზეც მინისტრი საუბრობდა, აი ეს განაცხადა დღეს გიორგი ქობულიამ. სწორედ ამ განცხადებით გადავდივარ მე ახლა ტყიბულზე და სესილი ბოკერიას ვრთავ პირდაპირ ეთერში, რომელიც მეშახტეებთან ერთად იმყოფება. სესილი, რა შეგიძლია გითხრა? რა ხდება ამ წუთებში ტყიბულში? ინგა, როგორც აღნიშნე, ამ წუთებში მე ვიმყოფები ტყიბულში, კერძოდ კი მინდელის შახტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მიმდინარეობს საპროტესტო აქცია. თქვენ კადრშიც ხედავთ, მეშახტეების შეკრებილები არიან მინდელის შახტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ისინი აპროტესტებენ გაჩერებულ სამუშაოებს, ანუ მინდელის შახტის დახურვას. როგორც მოგეხსენებათ, 16 ივლისის უბედური შემთხვევის შემდგომ, სადაც 4 მეშახტე დაიღუპა, 6 კი მძიმედ დაშავდა. სწორედ მას შემდგომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მინდელის შახტის დახურვას დაკავშირებით და მეშახტეებს ყოველთვიურად ერიცხებოდათ კომპენსაცია, თუმცა როგორც თავად აქ შეკრებილი ადამიანები აცხადებენ, ეს კომპენსაციები საკმაოდ აგვიანებენ და ამის შემდგომაც უკვე პრობლემები ექმნებათ ბანკებთან. ასევე ჩემთვის დღის გახდა ცნობილი, როგორც მეშახტეებმა ამითხრეს სულ რამდენიმე წუთის წინ, რომ დღეს და გუშინ დაახლოებით 600 მცხოვრებ ოჯახს ტყიბულში აღარ მიეწოდება ელექტროენერგია გადაუხდელობის გამო და ეს გამოიწვია
გამოიწვია სწორედ როგორც თავად მეშახტეები ამბობენ დაგვიანებულმა კომპენსაციებმა. ჩემს ერთ კადრში ხედავთ ამ წუთებში მეშახტეებს, რომლებიც შეკრებილები არიან, როგორც უკვე აღვნიშნე და მე პირდაპირ ეთერში გადავალ უშუალოდ კითხვით ერთ-ერთ მეშახტესთან ირაკლი კირკიტაძესთან. ბატონო ირაკლი, მადლობა რომ პირდაპირ ეთერში იღებთ მონაწილეობას და პირველი კითხვით გადმოვალ ასე დღეს თქვენ რა პრობლემის წინაშე დგახართ ყოველი თითოეული თქვენგანი? მოგესალმებით ყველას. დღეს დღევანდელი დღეს დაირიცხა ხელფასები, როდესაც ხელფასებს ველოდებოდით ყოველი თვის 15 რიცხვში. იქიდან გამომდინარე დღეს 20 რიცხვი არის და თავის შესაბამისად კრედიტები ჰქონდა, გასასტუმრებელი ელექტროენერგია ჰქონდა, გაზი ჰქონდა, კომუნალურები ერთი სიტყვით და ესენი სულ ყველაფერი 600 ადამიანს ჩაეჭრა. კრედიტებზე მოიმატა პროცენტებმა, ზედმეტი გადასახადები არის დაწესებული, თავისთავად თუკი დაგვიანება და გადაცილება იქნება და აქედან გამომდინარე ვდგავართ ამ პრობლემის წინაშე, რომ დაგვიანებული ხელფასის გამო უფრო მეტი სოციალური ფონი შეგვექმნა აქეთ. სესილი, თუ შეიძლება ერთი ასეთი კითხვა, უпростоრეთ მინისტრის ნათქვამი მინდა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა რომ დავაკეთებინოთ ადამიანებს. უკვე მეხუთე თვე მიმდინარეობს, რასაც მთავრობა გვიხდის ამ კომპენსაციას და აქედან გამომდინარე ეს სამუშაო ველოდებით დასკვნას გერმანელების მიერ ჩატარებულ აქ იყვნენ გერმანელი ექსპერტების მიერ ჩატარებული დასკვნას, რომელიც ჩამოსული არის ჩვენი ინფორმაციით და მიდის დღესდღეობით თარგმანი, რაც ჩვენ აქ უნდა გავაკეთოთ და შევასრულოთ ის სამუშაო. სესილი, მოდით გავუმეორეთ თქვენს რესპონდენტებს, თუ შეიძლება მინისტრ ქობულიას ეს სიტყვები მე მაინტერესებს რიგითი ადამიანების მოსაზრება. ის პურის ლუკმა, რომელსაც ჩვენი ოფლით და ჩვენი ხელებით ნამუშევარი ქვია აღარ გვინდა. ეს სხვისი გამოგზანილი და ეს სხვისი მოტანილი ფული და დამადლოვებული ფული, ასე რომ ვთქვათ რა. ეს მთავრობა იხდის ამას თუ კომპანია იხდის, უკვე ჩვენთვის აღარ აქვს ამას მნიშვნელობა. ყოველი თვის დასაწყისში ასეთი პრობლემა არის და ყოველი თვის შუა რიცხვებში და ყოველი თვის ბოლოს ასეთი პრობლემა. ვიმუშავებთ, არ ვიმუშავებთ კიდე, ესეც მეორე სახარისხოვანია და ცალკე სალაბარაკო არის, ესეც არ ვიცით კიდე. ჩვენი ინფორმაციით ვიცით, რომ ვიმუშავებთ, მაგრამ იქიდან გამომდინარე ჭორის დონეზე ვიცით, რომ ტყიბულში დაიხურება შახტები და ისავე გაურკვევლობაში ვართ თითოეული ჩვენთაგანი რა. სესილი, თუ გესმით ჩემი უკაცრავად ერთი რა მინდა წაგიკითხო და შემდეგ ამ ადამიანების პასუხი მაინტერესებს მინისტრის განცხადებაზე. დღეს გიორგი ქობულიამ ლევან ჩხაიძის დღის ამბებში ასეთი რამ თქვა: შეიძლება ხალხს აქვს განცდა, რომ უჭირს და ზოგს გონია, რომ უარესად ცხოვრობს, მაგრამ რომ ნახოთ ფაქტები, ეს ასე არაო. რა სიტყვიან ადამიანები ტყიბულიდან? არის ეს ასე? ანუ შეიძლება ხალხს აქვს განცდა, რომ უჭირს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არაა. ეხლა მინდა დაგისვათ დღეს მინისტრ ქობულიამ განაცხადა ერთ-ერთ გადაცემაში ჩვენთან მან აღნიშნა, რომ ხალხს აქვს განცდა, რომ უჭირს, თუმცა ეს ასე არ არის, როგორც თავად აცხადებს, რას უპასუხებთ თქვენ ტყიბულიდან? ქობულია, გიორგი ქობულია, ეკონომიკის მინისტრი. ეკონომიკის მინისტრი. ეკონომიკის მინისტრს მიმართავ პირადად მე ერთ-ერთი მეშახტე და ჩემს სულს უკან კიდე უამრავი მეშახტეები არის. მიმართავ თითოეული ჩვენთაგანი. თუ განცდა არ არის გაჭირვების საქართველოში და მით უმეტეს ტყიბულში ჩამობრძანდეს და ერთი დღით იცხოვროს ჩვენი ცხოვრების წესით. აი ჩავიდეს შახტაში და ამოვიდეს ერთი დღით. იცხოვროს ჩვენი ცხოვრების წესი, მაგრამ მაგი ჩვენი ცხოვრების წესი თუ ვერ იცხოვრებს, იმიტომ რომ თვითონ მილიონები აქვთ ხელფასებიც და შემოსავალიც და ჩვენ გვაქვს 800-900 ლარი და მოდი გავცვალოთ ერთი დღით ჩვენი ხელფასები. მე მიმართო პირადად. ჩემსაც დაუთმობ ერთი დღის და თავისი დამიტყოს ერთი დღით იმანაც. სესილი, მე მინდა რომ დღევანდელი ჩვენი ეთერი დაეთმოს ამ ადამიანებს, იმიტომ რომ მთელი წლის განმავლობაში ჩვენ მეშახტეების პრობლემას ვაშუქებდით ძალიან აქტიურად. რა აქვს დღეს მათ სათქმელი, მათ შეუძლიათ პირდაპირ ეთერში თქვან საკუთარი სათქმელი წლის მიწურულს და რა აქვს ეს სათქმელი ხელისუფლებისთვის, რომელიც პირდაპირ ეთერიდან აუცილებლად გაიგებს მათ სათქმელს. დიახ, ინგა, სწორედ ამ კითხვით გადავალ, ახლა რას გააკეთებს არ ვიცი, მაგრამ გაგებით გაიგებს. დიახ, ბატონო გოგა, ამ წლის მიწურულს მინდა კითხოთ, რა გაქვთ დღეს სათქმელი თქვენ მთავრობასთან? თქვენი მთავარი მოთხოვნა, თქვენი მთავარი პრობლემა ტყიბულის და თქვენი მთავარი გასაჭირი, რომ გითხრათ, მიმართოთ მთავრობას.
დღევანდელი ჩვენი პროტესტი გამოწვეულია იქიდან, რაც შეიქმნა მეშახტეების ოჯახებში ძიმე სოციალური პირობები, რამოდენიმე დღეების უკან უკვე მეშახტეებს ჩაუჭრეს გაზი, დენი, ბანკები თავისი მონსტრი კანონებით მეშახტეებს კიდევ უფრო მეტ გადასახადებს ახდევინებენ, ვინაიდან ხელფასები არ დაერიცხა თავის დროზე. აქედან გამომდინარე გაჩნდა დღევანდელი პროტესტი, დღეს ჩაირიცხა უკვე ხელფასები, მაგრამ სამომავლოდ 15 იანვარსაც ველოდებით რომ შეიძლება ისევ შეგვექმნას იგივე პრობლემები, აქედან გამომდინარე ვთხოვთ სულ ყველას, ვისაც შეუძლია გადაწყვიტოს ეს ყველაფერი, დროზე მიიღონ რეაგირება და გავქცენ პასუხები თუ რა გველის მომავალში მეშახტეებს. ხო. გოგო, წინა თვეში თქვენი პროტესტი იყო ასეთი ფორმით, ჩავდანდით შახტაში და თქვენ შიმშილობა გამოაცხადეთ. აი, იმ შემთხვევაში თუ თქვენი პრობლემები არ გადაიჭრება, ამ შემთხვევაში რას აპირებს, რა ზომებს მიმართავთ? თუ არ გადაიჭრება ჩვენი პრობლემები, ამ შემთხვევაშიც არ გამოვრიცხავ, რომ ისევ ჩავალ შახტში და ისევ გამოვაცხადებთ უადო შიმშილობას. სესილი, მაინტერესებს რა სიტყვიან ეს ადამიანები. ტყიბულში ალტერნატიული პროექტი დაიგეგმა წელს, რომელიც განხორციელდება 2019 წელში, ხოლო მანამდე ტყიბული არის ალტერნატივის გარეშე, მხოლოდ შახტები. სესილი, გესმით თქვენ ჩემი ხმა, თუ შეიძლება, დიახ. მე მინდა რომ დღეს პირდაპირ ეთერში მოგვიყვნენ ამ ადამიანებმა, როგორც ცხოვრობს ხალხი რეგიონებში. ისინი არ არიან პოლიტიკოსები, ისინი არ არიან ყოველდღე ეკრანებზე, მაგრამ ისინი არიან ადამიანები, ვინც წარმოადგენენ ჩვენი პოლიტიკოსების ამომრჩევლებს, რიგითი მოქალაქეები. ისინი დასაქმებულები არიან, მაგრამ ხშირ შემთხვევაში რეგიონებში ის სარისკო, სიცოცხლის არისკო სამსახურიც კი საოცნებო აქვს ხალხს. მე მაინტერესებს მათი ისტორიების მოსმენა, როგორ ცხოვრობენ, რა შემოსავლები აქვთ, არა მხოლოდ მეშახტეებს, ზოგადად რეგიონში. დიახ, მე ამ კითხვით გადავალ ჩემს რესპონდენტთან კიდევ ერთ ბატონ ხუჩასთან. ბატონ ხუჩა, ჩვენ გვინდა მოვიცნოთ თქვენგან უშუალოდ როგორ ცხოვრობთ რეგიონში, თქვენი ყოველდღიური დღე, თქვენი ისტორია, არა მხოლოდ მეშახტეებს უგულისხმობ, რეალურად ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ აქ. გამარჯობათ, მოგესალმები, მე პირველ რიგში მივესალმები თქვენს მაყურებელს. რაც შეეხება ტყიბულში არის ძალიან მძიმე სოციალური სიტუაცია და მძიმე სოციალური ფონი. უჭირს თითოეულ არა მარტო მეშახტეს, არამედ თითოეულ ტყიბულს. ყველა ტყიბულელი შემოსავლები მაქსიმალურად დამოკიდებული არის შახტაზე და შახტის ამუშავებას. ამიტომ ჩვენი თხოვნა არის მთავრობის მიმართ მოგცეს დროულად იმის გარანტიები, რომ ამუშავდეს შახტი, დავსაქმდეთ, მეშახტეები იყვნენ დასაქმებული და გქონდეთ იმის მოლოდინი, რომ ყოველ თვის 15 რიცხვში დაერიცხებათ ხელფასი. რაც შეეხება მდგომარეობას, აი გავიხედოთ, ხო? ძალიან მძიმე სიტუაცია არის. თითოეულ ადამიანს უჭირს. ამიტომ ჩვენი თხოვნა არის, რომ დაგვასაქმოს. აგვამუშაოს, რათა ჩვენი შრომით ვირჩინოთ ჩვენი სხვა შემოსავლის წყარო რა არის ტყიბულში? ტყიბულში სხვა შემოსავლის წყარო არ არის. ეს არის მაღალმთიანი რაიონი, რომელიც ჩვენმა მთავრობამ წაგვართვა საუბედუროდ. ეს აქ არავით არის სოფლის მეურნეობის განვითარება არ შეიძლება. ვერ ხდება. ამიტომ ტყიბული არის დამოკიდებული ერთადერთ საარსებო წყაროზე. ეს არის შახტა. მადლობა. დანარჩენი თვითონ რაც შეეხება მინდა გამოვეხმაურო ქობულიას განცხადებას. ქობულია თუ კი მას საკეთებს რომ ეს ხალხი დალხენებულია, მაშინ ჩვენ ყველა გიჟები გამოვდივართ ამ დეკემბრის სიცივე ღამეში ვითხოვდეთ აქ შახტის ამუშავებას, ხო? ეს არის აბსურდი, ეს არის თქვენი რასი მოლოდინი და რას ის არის. ხალხი არის დამშეული, ამიტომ მოხედეთ ამ დამშეულ და გაჭირვებულ ხალხს. ეს არის მეშახტეების, არა მარტო მეშახტეების, არამედ მთელი ტყიბულის, რა თქმა უნდა, გამოძახი. მადლობა, ინგრიდ თქვენ პირდაპირ ეთერში რაღაცას ამბობენ კიდე სესილი, თუ არ ვწდები, მე მინდა რომ თუ ვინმე სურს რაიმე აზრის კიდევ გამოთქმა ეთერში, ჩვენ მათ მივცეთ ამის საშუალება, იმიტომ რომ მთელი წლის განმავლობაში ტყიბულის ტრაგედიების გაშუქებას არაერთი გადაცემა დაეთმო, არა მხოლოდ TV პირველზე, არამედ სრულიად ქართულ მედია სივრცეში. მოდით მიეცით მათ საშუალება. ეს შახტა და თუ რა თქმა უნდა, დიახ, აი ეხლა რომ დავწყოთ, რა გავხსნათ თქვენ დღეს სათქმელი მთავრობა? ხო იძახის ჩვენი მთავრობა, რომ ამუშავდება შახტა. ამუშავდება შახტა, როიდან დავიწყებ? ჩვენ მუშაობა გვინდა, ჩვენ გვინდა მუშაობა. ეს ბიჭები ტყილა კი ადგებიან აქანა. ყველას ოჯახებია, ყველას თავისი სარჩენია. თქვენი შემოსავლის წყარო რა არის? მეტი არაფერი, ჩვენი შემოსავლის წყარო არის ჩვენი შახტა. მეტი კი არაფერი არის ჩვენი შემოსავლის წყარო. ჩვენ ვართ ჩვენ ხელფასებს
ყველას აქვს თავისი სესხები გამოტანილი და თავისი ვალები აქვს. ან დღეს ახლა ბიჭები რომ მივიდნენ აგე ფაქტომაზე მეტეს არის მოხორული ხელფასი 640 ლარი მეტი კი არა. აი ნუ მანათებ თვალებს შემოგვიდეთ აი ჩვენი ოჯახები არის ჩვენს უკან დაჩენილი. ჩვენი დედიკოები და მამიკოები ზოგს ინვალიდები ყავს. წამაში არ ყოფნით ჩვენი ხელფასი. ჩვენ რაფერ უნდა იმას ვქნათ. რო გააჩერონ ჩვენი იგე ჩვენ გვინდა რო ვიმუშაოთ აქაგა. ჩვენ გვინდა ხო. მადლობა. მადლობა. მადლობა სესილი, ძალიან დიდი მადლობა პირდაპირ ჩართვისთვის და მინდა რომ რეაქციის სახელით, რომლის ქუდიც იხსნება სწორედ ერთ-ერთი მეშახტის კადრით, ცნობილი კადრით ერთ-ერთი საპროტესტო აქციიდან, სწორედ ამ გადაცემის სახელით შენ გადასცე ახლა მან მყოფ ადამიანებს, რომ ჩვენი ეთერი მათთვის არის ყოველთვის ღია და ნებისმიერ დაძახებაზე ჩვენ ყოველთვის ტყიბულში ვიქნებით. მადლობა. ეს იყო სესილი ბოკერია, მეთყიბულიდან უნდა გადმოვინაცვლო უკვე თბილისში და წარმოგიდგინოთ ადამიანები, ჩვენი სტუმრები, რომლებიც როგორც გითხარით, არ არიან პოლიტიკოსები, მაგრამ შეიძლება ითქვას მათ მხრებზე პირდაპირ მნიშვნელობით გადაიარა მთელმა წინასაარჩევნო პოლიტიკამ. ზოგი ერთი პოლიტიკური გუნდის მხარდამჭერი იყო, ზოგი მეორესი, ზოგი არც ერთის, მაგრამ ისინი არიან ამ საზოგადოების ძალიან აქტიური წევრები. და მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მათ ხშირად ხედავდით, მათ უმეტესობას ეკრანებზე, ჩვენ ვთხოვეთ დღეს, რომ ბოლოს წინა გადაცემაში სწორედ მათთან ერთად შეგვეჯამებინა მთელი პოლიტიკური პროცესები. ლევან ლორთქიფანიძე, ასმათ ყაბლაძე, თაკო ჩარკვიანი, ლეილა გაფრინდაშვილი, ვახტანგ ბერიძე, ვატო გელაშვილი, ხათუნა ჟორდანია, ირმა სოხაძე, გიორგი აბდალაძე, ნატო დუმბაძე, გიორგი გურგულია. ძალიან დიდი მადლობა. მეგობრებო, რომ ხართ ჩვენთან ერთად. დღეს პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი იყო კახეთში, ასევე და ოპოზიციამ გააკეთა განცხადება, რომ ხელისუფლებამ დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები, გულისხმობ დავით კირკიტაძის დაკავებას. არა მხოლოდ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ზოგადად პოლიტიკურ სიტუაციაზე მინდა ვისაუბროთ, რამდენადაც საშუალება გვექნება და თქვენის ნებართვით მე ლევან ლორთქიფანიძესთან გადავალ შეკითხვით. ლევანთან გადასვლა ეხა არის ძალიან ლოგიკური, იმიტომ რომ 2 წუთის წინ მეშახტეები საუბრობდნენ და ლევანი არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის მშრომელთა უფლებებით იწყებს ნებისმიერი პოზიციის დაფიქსირებას. ლევან, რა სიტყვით თქვენ? აი, ჩაიარა არჩევნებმა, სრულდება წელი, პოლიტიკური წელი იყო განსაკუთრებით მეორე ნაწილი და რა რეალობაში ცხოვრობს დღეს საქართველო? დიდი მადლობა ინგა. მადლობა თქვენ მონაწილეობისთვის. ტელემაყურებელს და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, რომ აი ამ მეშახტეებს და სხვა რეგიონების წარმომადგენლებს თქვენ ყოველთვის აშუქებთ ხოლმე. მე მახსოვს ჭიათურიდან თქვენი რეპორტაჟები, ზესტაფონიდან თქვენი რეპორტაჟები და აი ამ ინდუსტრიული ცენტრებიდან. და აი ჩვენ ვხედავთ რეალობას, რაც შექმნილია ჩვენს ქვეყანაში. საერთოდ გავრცელებულია შეხედულება, რომ თითქოს ჩვენ ვართ ზარმაცი ხალხი. აი შეხედეთ ტყიბულელ მოქალაქეებს, მათ უნდათ შრომა, მათ უნდა თავიანთი შრომით რომ გამოიმუშაონ გარკვეული ტიპის შემოსავალი, უნდათ რომ არავის კმაყოფაზე არ იყვნენ და ხელისუფლება, ბიზნეს სექტორი ვერ ახერხებს ამდენი წელია იმას, რომ ამ ადამიანებს შეუქმნას მშვიდობიანი და ნორმალური სამუშაო პირობები. ეს ადამიანები ან მუშაობენ და კვდებიან, ან არ მუშაობენ და უნდა მოკვდნენ უფულობით, უხელფასობით, უნდა წავიდნენ თხილის და მანდარინის საკრეფად სახელმწიფოში და ასე შემდეგ. და თქვენ ძალიან კარგად დაიწყეთ საქართველოს ეკონომიკის მინისტრით საუბარი. მე მასზე მინდოდა გამემახვილებინა ყურადღება. ამ ადამიანმა ჩვენი ყურადღება არ დაიმსახურა მხოლოდ თავისი აი ამ უკანასკნელი სრულიად აბსურდული განცხადებით. მთელი რაც ის დაინიშნა თანამდებობაზე, ის ყურადღების ცენტრია, იმიტომ რომ ჯერ მინისტრი არ იყო, რომ უკვე შვებულებაში წავიდა და რამდენიმე თვის განმავლობაში არ გამოჩენილა და ევროკავშირში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ეკონომიკური არის გერმანია და გერმანიის კანცლერის ვიზიტის დროსაც კი მას თავისი შვებულება არ შეუწყვეტია და უკან არ დაბრუნებულა. მე იცით რითი გაითქვა სახელი ქალბატონო ინგა, თქვა რომ
თუ სახელმწიფო ზრუნავს იმაზე, რომ პირველად იმოხმარების პროდუქტებზე დაბალი ფასები შეინარჩუნოს, პურზე კონკრეტულ შემთხვევაში, ეს ყოფილა საბჭოთა კავშირი. თუ სახელმწიფო ცდილობს, რომ პურზე დაბალი ფასი შეინარჩუნოს, ეს ყოფილა საბჭოთა კავშირი. არადა ყველა ნორმალურ ქვეყანაში განვითარების დასაწყის ეტაპზე ყველა ნორმალური ევროპული მთავრობა ზრუნავდა იმაზე, რომ პირველად იმოხმარების პროდუქტები ყოფილიყო ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი და დღესაც იგივეს აკეთებენ. და ასევე შემაძრწუნებელი არის ჩვენთვის ეკონომიკის მინისტრის უკანასკნელი განცხადებები. ის ამბობს, რომ უნდა გავყიდოთ ფოსტა, უნდა გავყიდოთ რკინიგზა თვითონ ლიანდაგები არა, მაგრამ მასზე ოპერირების უფლება, უნდა გავყიდოთ საქართველოს ენერგოსისტემა. ანუ მისი მთავარი კრედო არის ისევ აი ბენდუქიძის იდეოლოგია, რომ ყველაფერი გავყიდოთ, ყველაფერი გავიტანოთ საპრივატიზაციოდ და მე თქვენს მაყურებელს ინგა უსვამ აი ამ შეკითხვას. ვინ იხეირა პრივატიზაციით 90-იან წლებში? ჩვენ თუ რამდენიმე ადამიანმა. ვინ იხეირა პრივატიზაციით 2000-იან წლებში? ჩვენ თუ რამდენიმე ადამიანმა ან ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულმა კომპანიებმა. ვინ იხეირებს დღეს ამ პრივატიზაციით? ჩვენ თუ ის ადამიანები, რომლებიც წლებია სვავებივით დატრიალებენ თავზე რკინიგზას, ენერგოსისტემას და სხვა დაწესებულებებს. ასე რომ 2018 წელი ჩემთვის აღბეჭდილი იყო აი ძველი ეკონომიკური ხედვების ნიშნით, ისევ იგივე იდეოლოგიის ნიშნით და ამისი სიმბოლური გამოხატულება იყო მაგალითად ქალბატონი ნათია თურნავაც თუ გსმენიათ მის შესახებ. ვანო ჩხარტიშვილის მოადგილე იყო, ბენდუქიძის მოადგილე იყო და დღეს უკვე ის არის ბატონი ქობულიას მოადგილე და რას ამბობს იცით? მე ამაზე შემოგედავებოდით ადამიანი შეიძლება სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხელისუფლების დროს იყოს თანამდებობაზე, მაგრამ ეს იმაზე მაგალითად ტალეირანი და ასე შემდეგ იყვნენ რა თქმა უნდა ისტორიაში ესეთ ფიგურები, მაგრამ ნახეთ მის განცხადებაზე მინდა გაამახვილოთ ყურადღება. თქვენ იცით რომ საპენსიო რეფორმას ატარებენ ახლა და გვეუბნებიან რომ დაგროვებითი პენსია მოვიღოთ. ანუ ეს ნიშნავს, რომ ადამიანები, ვისაც ფული აქვთ, ისინი დააგროვებენ ფულს და როცა მიუახლოვდებიან საპენსიო ასაკს, მას აიღებენ პენსიად, მაგრამ ქალბატონი თურნავა ამბობს, სანამ თქვენ აიღებთ იმ პენსიას, მანამდე ჩვენ აი ამ დაგროვებულ თანხას დავხარჯავთ ნენსკრაჰესის დამთავრებისთვის, ხუდოჰესის დამთავრებისთვის, სვანეთის ჩაძირვისთვის და სხვა მსგავსი საქმიანობებისთვის და კიდე შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ დააკვირდით ამ მინისტრს. ეს მინისტრი არის მულტიმილიონერი. ჩაიხედეთ მის ქონებრივ დეკლარაციებში. ასე რომ ის მსჯელობს თავისი ობიექტურები უნდა ვიყოთ, რომ მას ეს მილიონები თუ აქვს არ უშოვია ხელისუფლებაში, უბრალოდ ხელისუფლებაში ეხლა მოვიდა და გაგვაკვირვა იმით, რომ გარდა ამ განცხადებისა, რაც დღეს მე წავიკითხე, რომ თქვენი არ იყოს თქვენი ნათქვამის მოვიდა თუ არა ეგრევე შვებულებაში რომ გავიდა. მაგრამ მას მილიონები ხელისუფლებაში არ უშოვია. მე მაგაზე არ მაქვს პრეტენზია. ნახეთ მე რას ვამბობ ინგა, ის ზომავს თავისი საზომებით, თავისი სოციალური ჯგუფის და კლასის საზომებით და თავისი გადმოსახედიდან. და მისნაირი ადამიანები საქართველოში არიან 0.1%. დანარჩენს უჭირს ისევე როგორც ტყიბულში და სხვა ქართულ ქალაქებში. მადლობა ლევან, მოგვიანებით ისევ მექნება ცხადია თქვენთან შეკითხვები. მანამდე მოდით მე კიდევ ერთხელ გეტყვით, პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ ისეთი ცხარე წინა საარჩევნო პერიოდი გავიარეთ ჩვენ ყველამ და ისეთ დებატების მომსწრენი ვიყავით, მათ შორის თქვენს შორისაც, ორ მხარეს შორის შეიძლება ითქვას, რომ მადლობა დღეს რომ დაგთანხმდით და მობრძანდით ამ ეთერში. შევაფასოთ თუ შეიძლება აი ეს განვლილი წელი, 2018 წელი. ერთი ადამიანისთვის ვიცი, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი წელი, ეს არის გიორგი აბდალაძე, იმიტომ რომ როგორც იქნა დასრულდა მისი სასამართლო პროცესი, თავის დროზე მეც ვიყავი მათ შორის, ვინც აპროტესტებდა ფოტოგრაფების დაჭერას და ვინც ვიდექით აქციაზე. გია, ამიტომ ვიწყებ თქვენგან შემიფასეთ 2018 წელი. მე შემთხვევით არ მოგეცით ახლა მიკროფონი თქვენთვის, როგორც ვიცი, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი წელი. ჩემთვის და ყველა ჩვენი ახლობლების და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც იყო ჩვენ გულშემატკივარი თავის დროზე და აპროტესტებდა იმ უსამართლობას, რაც ჩვენ გავიარეთ, რაც საკუთარ თავზე გამოცადეთ და ვნახეთ, ყველასთვის იყო გამარჯვების წელი. გამარჯვების წელი იყო ამასთანავე დღეს საქართველოს ყავს პირველი ქალბატონი პრეზიდენტი, რომელიც მე ჩემი აზრი მაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი იქნება. შემიძლია ჩემი დაკვირვებით და ჩემი
იმით თქვა რომ სამომავლოდ იქნება. რაც შეეხება ახლა დღევანდელ განცხადებებს ამ ტყიბულთან მიმართებაში და ადეთი საუბრა რომ თითქოს აი მე ისეთი საბჭოელი მრჩება რომ ჩვენ ყველაფერი უნდა დაუბრუნოთ სახელმწიფოს. ტყიბული შახტა არის კერძო მესაკუთრის არა, ტყიბული არის მაგალითი, იგია იმ მდგომარეობის მდგომარეობაშიც რეგიონებში ყველა სამსახურში ერთამით მე არ შემოწმეთინოთ, მე არ შეგაწყვეტინოთ. ამ შემთხვევაში შახტებზე კი არ საუბრობთ. საერთოდ ამბობთ ისეთი რაღაცას. დიახ, პრობლემები საკმაოდ ბევრი არის, რა თქმა უნდა. როდესაც არის კერძო სტრუქტურა ეს და კერძო საკუთრება, მან თავისთავად ხადია არსებობს პროფკავშირების სამსახურით, ხო იქნება, რომელსაც უშუალოდ იქნება ყოველდღიური შეხება იმ ადამიანებთან, ვინც გამოთქვამს თუნდაც ამ პროტესტს და რომელიც შეიძლება შუამავალი იყოს ხელმძღვანელობასთან მიმართებაში. ხალხზე ორიენტირებული ხელისუფლება ყავს დღეს საქართველოს? მე ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ბევრი რამე საკმაოდ კარგად განვითარდება და უფრო რეალურ შედეგს მიიღებს მოსახლეობა. მე ამის იმედი მაქვს. თქვენ ეთანხმებით გია ქობულიას ნათქვამს, რომ ხალხი უკეთესად ცხოვრობს, უბრალოდ შეიძლება ვერ ხვდებიან. ბატონი ქობულია თვითონ გასცემს პასუხს, თქვენ აუცილებლად მოიწვევთ მას როგორც მინისტრს თქვენზე ეთერში და მაგ შეკითხვას დავუსვამ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში საკმაოდ დიდი და წარმატებული ნაბიჯები იქნება გადადგმული ეკონომიკაში. კარგი, დაველოდოთ, თუ ჩვენ ყველაფერს ისევ დაუბრუნებთ სახელმწიფოს, ისევ თუ დაუბრუნდებით იმ წარსულში, იმ კომუნიზმში, როდესაც სახელმწიფო იყო ყველაფერზე პასუხისმგებელი, ეს არ მოიტანს კარგ შედეგს. კერძო სექტორი არის ერთადერთი შესაძლებლობა იმისი, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს. მადლობა გიას, თაკო თქვენთან გადმოვდივარ. რა მივიღეთ 2018 წლის ბოლოს? აი, ყველასგან მინდა ერთგვარი შეჯამება წლის დაცხრა ეს წინასაარჩევნო ემოციები, თუმცა დღეს პიკში იყო ემოციები მაგალითად კახეთში, როდესაც მიდიოდა სასამართლო პროცესი, სადაც მიესაჯა დავით კირკიტაძეს წინასწარი პატიმრობა. რა სიტყვით თქვენ? რა მივიღეთ? მივიღეთ აი ეს. რა? მეშახტეების ესეთი მდგომარეობა. აი ეს არის სახე 6 წლის მუშაობის. ეს კარგახანია ასია. ხო და დაგვირგვინდა. ანუ არაფერი არ გაკეთდა და უკიდურეს მდგომარეობაში. აი ზუსტად ესე უკან მიდის ყველაფერი. აი რა მდგომარეობაშიც ახლა არიან მაღაროელები? აი ესე მდგომარეობაშია პრაქტიკულად საქართველოს სახელმწიფოებრივი კარკასით. ანუ მე რასაც ვამბობ, იმ სიტყვას არ გადავალ, იმიტომ რომ სულ უფრო ვრწმუნდები. დღეს როდესაც ქობულიას მოусმინე, დიახ, ეს არის ატიპიური არა ინგა, ეს არის ტიპიური ოლიგარქიული, რუსული, კორუფციული მართვის სტილი. აი ეს სისტემა, ანუ სახელმწიფო სისტემის ყიდვა. პირდაპირ მნიშვნელობით. ეხლა თუ თქვა ჩვენ ვთვლით რომ კერძო სექტორია როგორ? კერძო სექტორია ყველგან უცხოეთში, მაგრამ შრომითი უფლებები არსებობს. მაგრამ აქ უკვე იცით როგორ მიდის ყველაფერი. რომ ცოტა ხანში აი რუსებს აქვს ეგეთი სიტყვა და უხდება ამ სიტუაციასთან, რადგან მე მივიჩნევ რომ რუსული კორუფციული სისტემა, აი სპატრახამი ხდება საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციების ყიდვა. რის სიცემე მეშინია. მაგრამ პასუხად ყოველთვის ვიღებთ ხოლმე რომ აბა დავაბრუნოთ და როდესაც საუბრობთ რომ არაფერი არ უნდა დავაბრუნოთ, უკეთესი უნდა გავხადოთ რაღაც და ანუ ამათ უარესი უნდათ. ეხლა რატომ ვთვლი? სასამართლო კატასტროფულ მდგომარეობაშია. რაც მოხდა მე იქ ვიყავი. და თქვენ კარგად იცით, მე არასდროს არ ვემხრობი კანონდარღვევას, მაგრამ ჩვენ წინ ირღვეოდა კანონი, როდესაც არავინ არ გააფრთხილა აბსოლუტურად. არავის გაფრთხილება არ მიუღია, თუ არა და საიტი არსებობს და ჟურნალისტებმა უნდა ჩახედონ, საიტზე არ დევს. ჩვენ გაფრთხილება არავის არ მიგვიღია, რომ გაფრთხილება რაზე გზის გადაკეთვაზე. ეს არის ვალდებულება. ეს პრესამსახურები და მე მართლა მაინტერესებს
მაგალითად კადრები, რომელიც გახდა საფუძველი დღეს მიღებული ამ გადაწყვეტილების პოლიციის მანქანა, ჩამწრეული მინა და ხო ხდებით, ანუ ეს კადრები აძლევდა თუ არა ხელისუფლებას იმის საშუალებას, რომ მიეღო ის გადაწყვეტილება სასამართლოს, რაც მიიღო. ეხლა გეტყვით. იცით რა შეასაქმე? ამ ყველაფერს მე იქ ვნახეთ, თუ ვინმეს გონია რომ 800,000 თუ 800,000 რაღაც ადამიანი არის ნაციონალური მოძრაობის მომხრე მხოლოდ. ძალიან მაგრად ქონია საქმე მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას. როგორ ფიქრობთ, 800,000 რაღაც ადამიანი მართლა არის ნაციონალური მოძრაობის მომხრე? იქ იყვნენ ადამიანები, რომლებაც წინა დღეს ნახეს წარმოუდგენელი კადრები გაყალბების. როდესაც ვიღაც ქალბატონი ზის და პირდაპირ ყუთში ყრის რაღაცებს. 150 კამერა იყო გათიშული. შესაბამისად კანონდარღვევის საწინააღმდეგო და კონსტიტუციის დასაცავად მივიდა ხალხი თელავთან. აი იქ უკვე ამ გაღიზიანებულ ხალხს დახვდა ჩახერგილი ავტობუსები. მე თუ მკითხავ, ძალიან დიდი დამსახურება იყო იქ ოპოზიციონერი ლიდერების ძალიან დიდი დამსახურება. თქვენ ნახავთ ის კადრები დაიყრება, როგორ მოახერხეს იმ ადამიანებმა, რომ აბსოლუტურად გავეშებული ადამიანები, რომლებიც კონსტიტუციის თავზე გადახევის გამო მიადგნენ თელავს და ზუსტად ისეთივე აქცია იქნებოდა ინგა მერწმუნეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მე არ ვიქნებოდი, როგორც იყო მთავრობის სასახლესთან. შვიდად რომ არ გადაეკეტათ გზა და თავისუფლად გადაადგილების საშუალება მისცემოდა ოპოზიცია. ეს იყო განზრახ გაკეთებული, რომ თან სოფლიოს ენახა, რომ ადამიანებმა გააპროტესტეს ყველაზე ბინძური რამ, ყველაზე ცუდი, ყველაზე საზარელი ქურდობა სახელმწიფოებრივი. ეს არის ხმების მიტაცება. მადლობა თაკო. სისხლის სამართლის დანაშაული. სისხლის სამართლის დანაშაულზე არ აღიძრა საქმე. საქმე უნდა აღიძრას. აი ახლა ცველოდებით, რატომ არ აღიძრა საქმე? იდენტიფიცირებულები არის ყველა კადრებში. საქმე არ აღიძრა, ხალხი მიაწყდა შესაბამისად, დახვდა ჩახერგილი ავტობუსებით და ამან გამოიწვია ის, რაც თქვენ უკვე შემდეგ ნახეთ. მადლობა, თაკო, მე მოგცემ პროვოკაცია მოაწყო, რა თქმა უნდა, ხელისუფლება. აი ხათუნა იყო იმ სტუმართა შორის და არა მხოლოდ ხათუნა, სხვებიც, ვინც იმ დღეს, როდესაც ოპოზიცია საკუთარი კონსტიტუციური უფლებით ითხოვდა საპროტესტო აქციის ჩატარებას, ინაუგურაციის სტუმრებში შედიოდა მაგალითად ხათუნა და უბრალოდ ხათუნა კი არ იყო გამონაკლისი, ანუ ნატოც იყო იქ და სხვებიც იყვნენ, ხო თქვენც იყავით. ანუ რისი თქმა მინდა, აი როდესაც ამ შეიძლება იქვე არც გინახავთ, ბუნებრივია ესწრებოდით ღონისძიებას, მაგრამ მოგვიანებით ალბათ ნახავდით, ხო? რა განცდა გაგიჩნდათ, რა რეაქცია გქონდათ, აი იქით იქვე ველისციხეში ხდებოდა ის სურათი, ის პროცესი ვითარდებოდა, რაც ვიხილეთ და პარალელურად თელავში მიდიოდა პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია, რომელიც ძალიან შთამბეჭდავი იყო, ძალიან კარგად იყურებოდა, მე პირდაპირ ეთერში ვაშუქებდი ჩემს კოლეგებთან ერთად, მაგრამ აი უყურეთ რაღაცნაირად ორი საქართველოს განცდა დარჩა იმ დღეს. თქვენი რეაქცია რა იყო? მოგესალმებით. სულ მინდა ხოლმე რომ დავიცვა ობიექტურობა, მაგრამ მე მომეჩვენა რომ ზედმეტად აგრესიული იყო ეს ადამიანთა ჯგუფი. შემდეგ უკვე სახშემოსულმა რაც ვნახე, ვფიქრობ რომ ძალიან მაღალ დონეზე და ძალიან სწორად და კარგად ჩაატარა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს დღე. აიცილეს დაპირისპირება ადამიანების და იცით რა, ეს მარტო ეს აქცია არა. აი თქვენ ამბობდით რომ ბოლო შემაჯამებელი როდესაც დამირეკეს ასე მითხრეთ. ერთგვარად შემაჯამებელი გადაცემასავით გადაცემა უნდა ყოფილიყო. და სწორედ იმიტომ გთხოვეს, იმიტომ დამირეკეს თითოეულ თქვენგანს, რომ აქტიურები იყავით. მე პირადად კოშმარულად გამახსენდება ეს წელი. და გეტყვით რატომ? ეს მთლიანი წელი იყო სავსე
აგრესიით სავსე იყო შეურაცხყოფებით ადამიანების სიძულვილი ეს ჩვეულებრივი ამბავი გახდა ჩვენ ქვეყანაში და განსაკუთრებით ეს Facebook-ი რა თქმა უნდა მე არ ვიცი ჩახედვა აღარ მინდა თქვენ ერთხელ მე მომიწვიეთ გადაცემაში დიდი ხნის უკან როდესაც ბავშვების ბულინგზე იყო ლაპარაკი ბულინგი არის სრულიად ყველგან სადაც გაიხედავთ. პარლამენტში არის და ისეთი ქცევები აქვთ ადამიანებს, მე გული მწყდება, რომ საერთოდ ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ასეთი შეურაცხყოფა მიაყენონ სხვა ადამიანებს მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული აზრის გამო. იცით რა მე დაგეთანხმებით ამაში და ეს აი რაღაცა ორ შედარებას გავაკეთებ ჩემთვის ძალიან საყვარელი ბერა ივანიშვილის ქორწილის ვიდეოები და რა ხდებოდა ალბათ ყველამ წაიკითხეთ რა მნიშვნელობა აქვს ვინ არის ადამიანის ქორწილის კადრები იდება ინტერნეტში და ხდება საოცარი ლანძღვა გინება ბავშვის რომელმაც შექმნა ოჯახი მაგრამ აქვე აუცილებლად ვიტყვი რომ მე ნიკარაგუას გარდაცვალების სტატუსი დავწერე მიუსამძიმრე ოჯახს და ძალიან დამწყდა მართლა გული გულწრფელად ვამბობ ამ ადამიანის გარდაცვალებაზე და იქვე დავწერე არ გაბედოს არავინ უარყოფითი კომენტარის დაწერა თქო რატომ დავწერე იმიტომ რომ რომელიღაცა საიტზე ასევე ხდებოდა გარდაცვლილი ახალგარდაცვლილი ადამიანის შეურაცხყოფები ეს კატეგორიულად მიუღებელია საიდან მოდის ხათუნა ეს იცით რა აი რეალურად საზოგადოება გაიჭირა 48-სა და 5-იან საიდან ამ არჩევნების წინ ამის ანალიზს მე ვერ გაგიკეთებთ მაგრამ ორგანიზმში ადამიანებს რომ საოცარი სიძულვილი საოცარი ბოღმა როგორ ეხა მე შეიძლება მომწონდეს ადამიანი შეიძლება არ მომწონდეს მაგრამ პირად შეურაცხყოფის უფლებას არავითარ შემთხვევაში არ მივცემ ჩემ თავს. თუმცა დამმართნია მე ერთხელ მისაყვედურეს რომ რატომ არა პროტესტებ დაუშვათ ქართული ოცნების მხარდამჭერების აი ესეთ ძიმე სტატუსებსო და ვერ ვაძლევ ჩემ თავს უფლებას რომ გავაკრიტიკო სხვა იმიტომ რომ დამმართნია ასეთი რამე მე გურული ქალი ვარ ფიცხი ემოციებზე აყოლილი დამიწერია საშინელი სტატუსი რომელიც მე მინანია რა თქმა უნდა შემდეგ ბოდიშიც მომიხდია მაგრამ შენიშვნას სხვას ვისურვებ რომ აი ადამიანებში აი ეს ერთმანეთის მიმართ სიძულვილი გაქრეს და რა თქმა უნდა ვთვლი რომ პოლიტიკოსებმა პირველ რიგში უნდა მისცენ მაგალითი ტელევიზიებმა აუცილებლად უნდა მისცენ მაგალითი ადამიანებს და ჩვენც ნელ-ნელა უნდა მივეჩვიოთ იმას რომ ადამიანებს შეიძლება კონდეს განსხვავებული პოზიცია მაგრამ ამის გულისთვის ერთმანეთს შეურაცხყოფას არ აქვს ძალიან დიდი მადლობა ლეილა გაფრინდაშვილი საუბრობდა წეგან და გადავალ პირდაპირ მასთან ქალბატონ ლეილა თქვენ როგორ შეაჯამებთ აი რეალურად ომიდან თავდამშვიდობის გეშინოდეთ ხალხო რაღაც მაგვარიანში ვართ იმიტომ რომ არჩევნები დამთავრდა მაგრამ ხედავთ ძალიან პიქშია ჯერ პოლიტიკური ემოციები ის კადრები რაც თუნდაც ვნახეთ ჩვენ სულ ახლახანს როდესაც პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად ოპოზიციისთვის გზის გადაკეტვა მოხდა და შემდეგ განვითარებული ამბები და დღეს უკვე მაგალითად ერთ-ერთი ლიდერისთვის ნაციონალური მოძრაობის საშელის აი
თქვენ როგორ აფასებთ ყველაფერს დღეს რა რეალობის წინაშე ვართ 2018 წლის მიწურულს. მადლობთ ინგა. მადლობა ახლა მინდა ეურის სიტყვით ხობულიაზე ვთქვა ჩემი მოსაზრება, ესე იგი აბსოლუტურად კაცი არის რეალობას მოწყვეტილი. რა ხდება ქვეყანაში და რა მდგომარეობაა? მე მგონი საერთოდ აზია არის უყურებს თავისი გადასახედიდან, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი ფული. თქვენ ბრძანეთ რუსეთში არა აქვს მნიშვნელობა, აქვს ამ კაცს ხო ეს ფული და სხვას აქვს შია წყურია თუ რა ჭირს, მისთვის არის ეს მეათე ხარისხოვანი. ეს იყო მისი ნათქვამი. დღეს თუ საქართველოში არც ისე ცუდად არის საქმე, ამას როდესაც ნახევარი საქართველო გაკრეფილია სხვადასხვა ქვეყნებში და იქიდან აგზავნიან ლუკმა პურს და აქ არაფერი რო არ გაუკეთებია ხელისუფლებას იმისთვის რომ თავისი ხალხი დაესაქმებინა და რაღაც ორი შაური ქონოდათ შემოსავალი ეს ხო ყველამ ვიცი. ეხლა რაც შეეხება იმ დღეს მე და თაკო მაგალითად და ნასმათი ჩვენ ვაპროტესტებდით როდესაც მიშაც აიმაშვებოდა არბევდა ამ იმებს აქციებს და ის და ვიყავით მისი მოწინააღმდეგეები და ძალიან მკაცრი კრიტიკის ცეცხლში ვატარებდით სააკაშვილს. აი რითი ჯობია სააკაშვილს ესენი ერთი გამარკვიეთ. თქვენ როგორ ფიქრობთ? არაფრით არ ჯობია სააკაშვილმა ქვეყან. აი მე შენ მაინც იცი რომ სააკაშვილზე რეები მაქვს დაწერილი. თქვენ წიგნი შემილია დავწეროთ თქვენი და სააკაშვილის ურთიერთობაზე. მაგრამ სააკაშვილმა ქვეყანა უმძიმესი ქვეყანა დააყენა ფეხზე. ეს არის ფაქტი. ამას ვერავინ ვერ გავექცევით. ჩვენ ვიცი მე ვაკეში ვცხოვრობ და ასმათიც სააკეში ცხოვრობს. ყოველ დღე მკვლელობები იყო. ახლა თელ საქართველოში რა ხდებოდა ეს ხო საშინელება, მაგრამ მე ვამბობ აი მცირე მონაკვეთში. ჩემი შვილი, რომელიც არის დღეს 40 წლის, მისი მეგობრები 25 წლამდე ვერ მიაღწიეს, ყველა დახოცილი ან იარაღით მოკვდნენ, ან ნარკოტიკში გაიპარნენ. ესე სხვა რაოდენობის ხალხი. ეხლა რასაკვირველია მიშას რო შეცდომები ქონდა და მიშას ქონდა რაღაც დანაშაულებებიც, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ისტორიკოსი ვარ და ახლა მე და ლევანი ვლაპარაკობდით ერთად ახლა დავით აღმაშენებელს მიშას ნახდათ ვერ შევათარებ, მაგრამ დავით აღმაშენებელი ჩვენთვის არის სალოცავი ღმერთი. წმინდანია დღეს, მაგრამ მუსრი გაავლოთ, როდესაც მოვიდა ხელისუფლება, ზუსტად ის სიტუაცია იყო, რაც ქვეყანაში იყო. და ცეცხლითა და מחვილით შემოვიდა და სარებზე წამოაცვა ხალხის თავი და ქვეყანა უზარმაზარი ქვეყანა სახელმწიფო შექმნა უნიტარული და უძლიერესი ქვეყანა მაინც შედარება გამოგივიდა მაინც გამომივიდა მაგრამ მე რატო ვლაპარაკო ხა მიშა და იმაშორი ძალიან დიდი სხვაობა მაგრამ მე სამეგრელო შენც იქედან ხარ წარმოშობით მაგრამ იგივე იყო შენ გახსოვს ინგარო მხოლოდ დავით აღმაშენებელზე ვსაუბრობდით მე და ქალბატონი ლეილა და კონკრეტება ჩათვალე საჭირო ხოლევა არა უშავს შედარებები თამარს ადარებენ ახლა სალომე ზურაბიშვილს და ხდება რასაკვირველია ხა შორს არის მიშას იმასგან არა ლეილასგან გამიკვირდა თქო ეს შედარება მეტი არა ვიცი მისი პოზიციები იცი რა მე დღეს რასაც უყურებ ინგა რას ხდება დღეს ახლა მე თავები უნდა დააჭრან მიშა უნდა მოვიდეს და ისევ თავები დააჭრათ არა ღმერთმა გვაშოროს ეს არ ეს არ მithქვია მე ღმერთმა დაიფაროს მაგრამ მე ლაპარაკობ ისა ჩემო საყვარელო შენ ჩემი მეგობარი ხარ ახლობელი ხარ ჩემი და შენ იცი სისხლის წმები იდგა ვაკეში შენ ხო იცი ეს რაც ხომ არა სისხლის წმები მე მახსოვს თავრობის სახლის წინასწარ და ნახევარი საქართველო ჩემი შვილის მეგობრები 17 კაციდან 4-ნი არიან მადლობა ქალბატონელა მე ერთი წუთი რეკლამა მიწეს და იქ პლანს მინდა მივცე სიტყვა და კიდევ მაგრამ მე მინდა ვთქვა რომ დღეს სახელმწიფოში მოდის ისევ ეს რატო მოვაყოლეს იგივე მდგომარეობა რაც შევარდნაძის პერიოდში მადლობა მე გავშალოთ ხო რა გულისხმობ და აქეთა ფლანგს მინდა ეხლა მივცე სიტყვა რადგან გიორგი საუბრობდა დაუბრუნდებით უკვე ირმა გახსნეს იმ ბლოკს აი ეს რეალობა მივიღეთო ეხლა საუბრობდა ქალბატონი ლეილა გაფრინდაშვილი აქ ჩვენ საუბრობდით 18 წელზე ხო 2018 წელზე დიახ და მაგის შეფასებას ის რო ერი გახლეჩილია მე მახსოვს ზვიადის დროსაც იყვნენ შევარდნაძისტები და ზვიადისტები და ესე მოდის ეს რა მერე იყვნენ სააკაშვილის და სხვების მომხრეები და ესე მოვდივართ
არაფერი არ იცვლება. სამწუხარო ის არის, რომ 30 წელია ეს ყველაფერი შეგვეძლო. ერთადერთი შეიცვალა, რომ მაშინ სამოქალაქო ომი მივიღეთ და ხალხი მართლა ზვიადისტები და ასე შემდეგ მეორე ნაწილი ხოცავდნენ ტყვიებით ხოცავდნენ ერთმანეს და ოდნავ ცივილიზაციას მივახციეთ, რომ ტყვით არა, მაგრამ სიტყვით ვკლავთ ეხა ერთმანეთს, იმიტომ რომ ეს სიძულვილი ინგა არის აი უკვე წარმოუდგენელია ადამიანების აი ეს ერთმანეთის ზიზღი გაუთავებელი საიდანღაც ჩანერგილი, რომელიც ორ ბანაკად არიან გაყოფილი და დღემდე ვერ წარმომიდგენია მე რომ შევიცვალო აზრი, შეიძლება ჩემი მეგობრები მომდგნენ და მე დამიწყონ ლანძღვა და გინება და ხო აი ეს მდგომარეობაა რა, აზრის შეცვლა ადამიანის ან თავის აზრი თუ გააჩნია, აუცილებლად მეორე ნაწილმა უნდა აგინოს ლანძღოს და ისეთი სიტყვები უთხრას, რომ შეიძლება იმ ადამიანს გაუსკდეს გული. მართლა გეუბნებით პატიოსან ხალხს ისეთ სიტყვებს აგადრებენ ზოგჯერ, რომ შეიძლება ხო და ძალიან ძიმე წინასაარჩევნო პერიოდი გავიარეთ ამ თვალსაზრისით. ერთი მხრივ ის ამაზე ერთი გადაცემა გქონდა ჩვენ და ეს ძალიან ძიმე პროცესები იყო. როცა გადადგა როგორც წინა პრემიერი როცა გადადგა, წინა დღეს ვიყავი მე თქვენთან რეაქციაში და მაშინ ვთქვი, რომ კოჰაბიტაცია მეთქი დამთავრდა, იმიტომ რომ ამ 6 წელმა არ გამოიღო შედეგი. ორი დაპირისპირებული ჯგუფი მუშაობდა ერთად და ვერაფერს ვერ მიაღწიეს. ანუ ეს კოჰაბიტაცია უნდა დამთავრდეს და დამთავრდა იმით, რომ ისევ გახლეჭვა მოხდა და დაპირისპირება. მეორე კიდე რაც მე მომეწონა ის, რომ ბუთა რობაქიძის ამდენი ხანი გაუხსნელი საქმე გაიხსნა. ეხა MK თუ რაღაცა და ბოლო-ბოლო სალარიძის საქმემდეც მივიდნენ, რომ ბოლომდე გაიხსნება იმედია. ესე ყოველ შემთხვევაში დღეს უსმინებ. თქვენი ინფორმაცია გაქვთ რამე თუ რაც მოისმინეთ? მე მოვისმინე სალარიძის თვითონ მამის დღევანდელი გამოსვლა, რომელსაც იმედი გაუჩნდა, რომ ეს რაღაცა მოხდება. არა, ხო, გასაგები თუ არ მოხდება ეგრე კიდე სხვა რამე. ანუ რაღაც იმედები ჩდება, რომ სამართლისკენ წავალთ. ეხლა პოლიციელსო ხელი დაარტყაო და დაიჭერეს და 2 წელი მისცეს. პოლიციელს რო შეეკამათებოდნენ სააკაშვილის დროს ქუჩაში ესროდნენ და 153 ბიჭი პირდაპირ აი ესე უპორში მოკლეს. იმიტომ რომ უბრალოდ უთხრა პოლიციას რომ შენ ვინ გეკითხება თუ რაღაც. აი მაგის ციხლია ჩაუზელი. არა, არც ციხლი ჩაუზელია და არც ხელი მოუქრებია. შორიდანვე ესროდნენ, ახლოს არც მიდი. ვის ჩააძილა ციხლი? ბატონო, ეგ მე ვინვის ჩააძილა, მაგრამ ბატონო გია, არ დავაკონკრეტებ ამას. მეგობრებო, მე ხარ მაქვს როცა ადამიანს ბრალსდეთ, ბატონო გია, ერთი წუთით მე მინდა ცოტა პროფესიულ ჭრილშიც გადავიტან და ცოტა საგნობრივით გავხადოთ ეს საუბარი. ესე, ამიტომ ვამბობ. ვახტანგი, რეკლამის დრო მიწევს, მოკლედ ბძანეთ და დავბრუნდებით და ჩართვა მინდა გავაკეთო და ცოტა საგნობრივი რომ გავხადოთ საუბარი და ეს სადღაც გავიგე და იქ ვნახე და აქ ვნახე, როცა ადამიანს ბრალს დავდებთ მით უმეტეს ვიღაცას რომ ვიღაცას რომ დაარტყა, ვიღაცას ციხლი ჩააზილა თუ რაღაცა, მოდი ამასაც გავყვეთ მაშინ კადრობრივად, ამასაც ძალიან მალე გავცემთ პასუხს და ამასაც ძალიან თვალნათლივ მივხედავთ, ვინ ჩაარტყა და პირიქით კირგიტაძეზე არა მაქვს საუბარი, მე ვაჯამებ 18 წელი. მით უმეტეს ამიტომ გითხარი დავაკონკრეტებ. აი დავაკონკრეტებ, მე არ ვიცი მეთქი ბოლომდე, მაგრამ მე ვიცახი რომ ჩვენ დროს პოლიციელისთვის არა ეს არის ბატონო კი ამიტომ გეუბნებით პროფესიულად სხვანაირად ხდება ეს არის უკაცრავად ეხა შეფასებისთვის მაგრამ ეს არის აი უკაცრავად ბირჟაზე რომ დავждეთ და ვისაუბროთ ესე არა ბატონო მაგრამ რაღაცას გეტყვით რაღაცა დავასრულო არა კი ბატონო დავასრულეთ მაგრამ ერთ რაღაცას გეტყვით უბრალოდ რომ ვიღაცას რომ კლავდნენ ეს არ არის არგუმენტი არ არის ბატონო გია მაშინ თუ ვიღაცას კლავდნენ მით უმეტეს დღეს მაგით ვერაფერს გავამართლებ მოდი გიორგი დაასრულოს გიორგიმ რეკლამას გავუშვებ და დავბრუნდებით უკვე რეკლამის შემდეგ უწყვეტი. როგორ გეკადრებათ? არა, ასე არის. ფაქტი დაიდო. არა, ასე არის. დაიდო ბატონგია. ასე დააკავეს. გიორგი, ასაკვირველია ეს ჭორაობა, როგორ მილიმეტრითაც არ მოხდია. ასეთი. კარგი. არავითარ შემთხვევაში ეს არ თქვა არ მოხვედრია პოლიციას. მაგრამ მადლობა. ბატონშორის იმ ექიმის პასუხისმგებლობას აუცილებლად უნდა დაისვას, ვინც ეს
დიაგნოზი დაუწევთ ვინი შეყევის ეს ხალხი რო შემოესეოდა მაგას არა ერთი წამით ფაქტებს რა მნიშვნელობა პოლიცია ეს ხალხი მოწვდები ანუ ეს განცდა ერთი წუთით ხუთი პოლიცია მადლობა ერთი არის მის თქვენი ხმა გადაცემაში არის გიორგი ჩემზე მაგას არ არის თქვენი გადასახადი ვახტანგ ერთი წამით რეკლამის დროა ეთერში მე ვთხოვ ეხა პროდიუსერს რეკლამა გაუშვას გიორგი თქვა ასეთი რამ რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები მთელავში რომ შეეშვათ ისინი გარს შემოერტყმებოდნენ ერეკლეს სასახლეს და იქ მოხდებოდა მერე დაპირისპირებაო და დაეთანხმა ირმა სოხაძე რეკლამის შემდეგ პირველ კითხვას ირმას მოსვა რეკლამა მალე გაივლის და დაუბრუნდებით დაბრუნდით პირდაპირ ეთერში რეკლამამდე საუბრობდით 16 დეკემბერს მომხდარ ამბებზე რის გამოც დღეს დავით კირკიტაძეს წინასწარი პატიმრობა მიესაჯა სასამართლოს მიერ და ირმა სოხაძე დაეთანხმა გიორგი გურგულიას რომ მაშინ რომ პოლიციას არ გადაეკეტა გზა ოპოზიციისთვის იქ დაპირისპირება მოხდებოდაო მართლა ასე ფიქრობთ ირმა რატომ ფიქრობთ ასე კონსტიტუციური უფლება ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის და მათი მხარდამჭერების შეილახა თუ არა იმ დღეს იცით რა შესაქმე ესეც ჩემი პირადი და არა მარტო ჩემი პირადი მოსაზრება სხვათა შორის იყო ძალიან ბევრი წამოცთენა გნებავთ რაღა დეკლარირება ზოგიერთი ამ აქციის მონაწილეთა მხრიდან ძირითადად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა მხრიდან რომ ჩვენ არ დაუშვებთ როგორც წინა დღეს თუ გახსოვთ ეხლა მე არ ვამბობ პოლიტიკოსების მიერ რაღაცა გახმოვანებული ნარატივის მიხედვით არ გეუბნ მე როგორც რიგითი მოქალაქე რა შთაბეჭდილება დამრჩა შეიძლება ეს არ უნდა ვთქვა მაგრამ მაინც გეტყვით წინა დღეს თუ გახსოვთ როდესაც სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადო ჯერ იყო ილა ჭავჭავაძის საფლავზე მამა დავიცე და შემდეგ ჯარისკაცების გმირთა მოედანზე რიტუალურად მიბძანდა, ხო? ამაზეც ატყდა ეთემ რომ მიიპარა, როგორც ხმები მოიპარა, ისე იქ მიიპარა. ჩემი ყურით მოვისმინე წინა დღეებში, ჩვენ ამას არ დაუშვებთ, მას არ აქვს უფლება, რომ ჯარისკაცებთან საერთოდ ახლოს მივიდეს. ჩვენ ამას თუ არ დაუშვებთ, მაშინ აღარ გეტყვიმე, რომ მოდი დავშემიშალე ხელი, ხო? ასევე იყო ლაპარაკი, ჩვენ არ დაუშვებთ ინაუგურაციას, იმიტომ რომ ეს არ არის პრეზიდენტი. ბატონმა ვაშაძემ ისიც კითხვა, რამდენჯერმე ჩვენ კანონიერად დავამხოთ ეს ხელისუფლება. ასეთი ტექსტი ხო არ მესიზმრებოდა, არის ხო ასე მე მგონი? გვახსოვს ყველას ხო და ამის მერე ამის შემდეგ მე ნაციონალურ მოძრაობას ხედავ დაცადოთ რა ერთმანეთს მერე გადმოვალ აქეთ ინგა მომიტევოს რა ყველა არავის საწყენად და გასახიზიანებლად გიორგი მაცადოთ რა დაგემართა შენ მე ისე მოგცემ სიტყვას და შენ მომაწყვეტიებ ძალიან გთხოვ ხო უბრალოდ რას ვამბობ იცი ინგა უბრალოდ არ მინდა არავინ გავაღიზიანო და ვიღაცას ძალიან ვაწყენ არც ვაპირებ მაგრამ მე ნაციონალური მოძრაობის მეტი ძალიან ცოტა ადამიანი დავინახე ეს იყო მათ მიერ ორგანიზებული რასაც ეუბნებოდა სააკაშვილის კაიფით რომ დაამხეთ რადიკალიზაცია რაღაცების აი ეს ხდებოდა და რა გარანტია გვაქვს მე კი არ ვამბობ რუეჭველი შემოეხვეოდენ ბატონის ციხეს და აჯანყებას მოაწყობდნენ მაგრამ რა გარანტია გვაქვს თან უნდათ ახლოს მერიამ სადაც დართონება იქ არ გვინდა ჩვენ მაინც გვაქვს კონსტიტუციური უფლება მივალთ იქ ახლოს ხო ხმაური არ იქნებოდა სტუმრები არ შეწუხდებოდნენ არ იქნებოდა ნუ ჩაშლის მცდელობა თუ არა ყოველ შემთხვევაში მე სასაცილოს არაფერს არ ვამბობ მე მგონი ძალიან სასაცილო კაბატონო რა ვაცადოთ რა ვახტანგ თუ შეიძლება ხმაურით შეწუხებას რას ნიშნავს ხმაურით შეწუხებას ხელისუფლებას მაცალე ხელისუფლებას ქონდა ხელისუფლებას მე მოგწევთ მალე სიტყვა პრეზიდენტს ვირჩევთ თქვენ არა პრეზიდენტს ვირჩევდით თუ რაღაც ცირკს ვაწყობთ და ეხლა ვიც არიან ოპოზიცია დაჩიც აგურია ის რა ქვია ბატონ მე მოგცემ ძალიან მალე სიტყვას მინდა რომ იმან ეს იყო პრეზიდენტის ინაუგურაცია ხალხმა თქვენ მოგწონთ ეს თუ არა
კი ბატონო 800.000 რაღაცამ თქვენ მოგცათ ხმა 1,200,000-მა მისცა ხმა ამ ადამიანს ხო ყველგან ცივილიზებულ ორივე კმაყოფილები არიან ცივილიზებულ სამყაროში 51%-ით ხდება პრეზიდენტი ხო მე ხა დიდი სიმპათიები თავიდან არ გამომითქვამს ქალბატონის სალომეს მიმართ ყველგან ვამბობდი რომ არც იმიტომ არ ვიყავი არც მიწვეული და არც მქონდა ამის არც სურვილი და არც პრეტენზია თავიდანვე არ ვიყავ ინაუგურაცია. არა, მე თავიდან მიმიწვიეს კამპანიაში მონაწილეობის მისაღებ და უარი ვთქვი, იმიტომ რომ არა, ინაუგურაციაზე არ მიგიწვიეს. შესაბამისად, აღარც მიმიწვიეს, იმიტომ რომ მაინც არ წავიდოდი, მაგაში არ არის საქმე. უბრალოდ მეორე ტურში რა თქმა უნდა მე ხმა მივეცი ზურაბიშვილს, იმიტომ რომ დადგა ესეთი ალტერნატივა, რომელიც ჩემთვის მიუღებელია. ვიღაცისთვის მისაღებია და მოწონს. ჩემთვის ხო შეიძლება რომ იყოს მიუღებელი და არ ჩამქოლოთ ამაზე, ხომ? ნაციონალების დაბრუნება ჩემთვის არის ტრავმულად მიუღებელი. ამას ვამბობ, ვიტყვი და მუდამ ამ აზრზე ვიქნები. ვერ შევიცვლი ამ აზრს. ბერმა შეიცვალა. ღმერთმა მოუმართოთ ხელი იმ სიმართლით, როგორი მართლებიც არიან. მე ვერ შევიცვლი ამ აზრს. მესმის. ამიტომ მივეცი ხმა. პირველ ტურში არ მივეცი, მიხედვით იმისა, რომ ეჭვი გამიჩნდა სწორედ ამ სტუდიაში, რომ ახლა სხვა ჯობია მეთქი, რომ ბარემ რახან ეს რადიკალურად არის უკვე და პოლარიზებულად ჩვენი ინტერესები, იმ ძალას დაუჭიროთ მხარი ყველა, რომელსაც მართლა შესწევს ძალა ნაციონალური მოძრაობის კი ბატონო, გაერთიანებული ოპოზიციის, მაგრამ ნუ ახლა ბირთვი და წამყვანი და გამწევი ძალა რომ ნაციონალური მოძრაობა, ამაზე მოით ნუ ვიდავებ. ჩემი აზრით. რომელმაც დაანგრია ქვეყანა, ხო? გადავდივარ, არა, მომისმენ ამაზე უნდა დაგიბრუნდები. არა, იგა მაპატი ერთი 2003 ქვეყანა კი არ დაანგრია ქვეყანა. იცით როგორ იყო საქმე? ძალიან ბევრი ქართველი ხალხი დახოცა. ძალიან ბევრი ცუდი საქმე გააკეთა. ვინ დახოცა? ვინ? არა, ვერ გააგებია. ძალიან ბევრი მეგობრები. მე ირმას კრიმინალები ხო არა? არაფრის გამო. საერთოდ არაფრის გამო თქვა დაიწია. მოიტანეთ. მოვიტანო ჩემი სტატიები. მოიტანეთ სტატიები და მოიტანეთ. არა, მოიტანეთ თქვენ უკაცრავად ერთი წამით რა. მე თითოეულ სტუმარს ჩემს სტატიებს გიორგი რა შუაშია განაჩენი მოგიტანეთ გიორგი ერთი წამით მომის არა ერთი წუთით რა იგა მე გემოდავე ყველა სტუმარს ერთი წამით გიორგი ტელევიზიებს რებსულ ჩამოდი კაცი კარგი ისე ლაპარაკობ გიორგი მომისმინეთ ეხლა რა მინდა რომ არა აი კითხვა მაქვს არაფერს არ აშვებოდნენ არაფერს არ აშავებდნენ უნდა მოუწევს მომისმინეთ როგორ არ აშავებდნენ აშავებდნენ ერთი წამი როგორ შეიძლება უკეთესი არ გიორგი ერთი წამით რაღაც მინდა რომ გითხრა დახტა ბიძინაივანის უარეს ვატო ეხავე გადმოვდივართ უკაცრავად ეხავე გადმოვდივართ თქვენთან ყველა სტუმარს მე მივეცი დღეს პირობა რომ აი ასეთი ჩხუბის გარეშე ექნებოდა თავისი პოზიციის გამოხატვის საშუალება ძალიან გთხოვთ მაცადეთ ჩხუბის პროვოცირება შემიძლია თუ კი საჭირო გახდება მაგრამ ისწრია უნდა ჩაქოლოთ ოპონენტი იქვე ხმაში უნდა აყვირდეთ რომ ვერანაირად ხო დამეხმაროთ მეგობრებო მო დავამთავროთ ირმამ უნდა დაასრულოს და გადავიდეთ რა შეიძლება 2018 წელს ინგა სამწუხარო რეალობაა რომ აი ამ უსინდისობით დაამახსოვრდა ყველას იცი აი დაბრალებით იმ წარმოუდგენელი რაღაცა სინდის გარეცხილი რაღაცა იარლიკების მიწებებით ყველაფერზე ხელის მოწერით ნუ ხوار შეიძლება ასე გამარჯვება ყველას უნდა და კარგ ქვეყანაში ცხოვრება მე რომ მინდა ისე არის არ უნდა იკადრო ის რისი კადრებაც არ შეიძლება სახე არ უნდა დაკარგო იმიტომ რომ შე რაღაც გინდა აი კარგი მადლობა იმას ძალიან მადლობა მე გაძლევთ იმის გარანტიას რომ ყველა დაასრულებთ ისე რომ ხელი შეშლა არ მოხდება თქვენთან გადმოვდივარ ვატო გადმოვდივარ აი იგივე შეკითხვით ყველაზე ცხელი თემაა ხო 16 დეკემბერი ინაუგურაციის პარალელურად რაც მოხდა პროცესები და ეს პროცესები დღემდე მოდის და ჩვენ მოვისმინეთ განცხადება იმის შესახებ ერთი წუთი ერთი წამით ხო მე გაძლევთ სიტყვას და თქვენ შეგიძლიათ რომ უპასუხოთ ჩემ შეკითხვას ერთი წამით და ჩვენ მოვისმინეთ ასეთი განცხადებაც რომ შეიძლება დავით კირკიტაძე დაუშვათ არ აღმოჩნდეს ერთადერთი და შეიძლება სხვა მონაწილე პირების წრეც გაფართოვდეს ვისაც პასუხისმგებლობა დაეკისროს რა სიტყვით თქვენ აი მივახოდით მე მგონი მაგაზე პასუხი უნდა გაგცეთ გახარიამ რას აპირებს და გახარია სხვა ჩვენს ხვალმედის პარლამენტში და ძალიან საინტერესო დღე იქნება კირკიტაძის ოჯახს გამძლეობას დათოც
ძალიან ესეთი ხნებიჭია და ვაშკაცი ბიჭია და გაუძლებს იმ უსამართლობას, რის გამოც ეხა ის ისჯება და იმედია სააპელაციო სასამართლოში მივახცევთ სიმართლეს და გამოუშვებენ ამ ადამიანს და მიცემენ თავისუფლად ცხოვრების საშუალებას, რომელსაც ვითხოვთ უკვე დიდი ხანია ადამიანები. მე მინდა აი მეშახტეებს მიმართო, როდესაც ისინი დაიბარეს წინა საარჩევნო და ესე ვთქვათ თითის დაქნევით უთხრესო სალომე ზურაბიშვილის მიეცი გინდა თუ არა ხმაო. მივიდნენ ეხლა და იმ ბატონოს მოთხოვენ პასუხი რატო არიან აი იმ დღეში, როდესაც დაემორჩიlen აი იმ ბრძანებებს, აი იმ დაშინებებს, აი იმ რაღაცა დაპირებებს თუნდაც და ყველა მაიღოს პასუხისგებლობა აი მეშახტეების წინაშე და ყველა მაიღოს პასუხისგებლობა აი ამ ბატონი ეკონომიკის მინისტრის განცხადებებზე რომ ყველა მაიღოს პასუხისგებლობა რომ გაძვირდა პური და ამ დროს სოციალურ კარათა იგივე დარჩა და ადრე თუ სოციალურად დაუცველი ჭამდა ორ ნაჭერს ეხლა ერთი ნაჭერის ჭამა უწევს აიღონ პასუხისგებლობა რომ ბაღებში ეხლა ბაღის მოსწავლეებს ნაკლებად ესე ვთქვათ კარგი საკვები მიუვა და აიღონ ყველაფერზე პასუხისგებლობა ამ ადამიანებს და კიდევ ერთი ესეთი ისა მაქვს ქალბატონო ინგა მე ხა მუშაობ მართლა მაინტერესებდა ძალიან მოხარული ვიქნები თუ ჩაერთვებიან იგივე ეს ბატონები და სხვა ადამიანებიც ხო უნდა შევაჯამოთ რა იყო ეს 9 წელი ხო უნდა დავდოთ რაღაცა რა იყო ცუდი რა იყო კარგი მე ვიცი რომ ეკონომიკა კაი იყო და გვეტყობა აი დღეს 9 წელზე საუბრობ თუ 6 წელზე 9 წელზეც და 6 წელზეც რა იყო კარგი რა იყო ცუდი ვინ დაისაჯა უსამართლოდ ვინ არ დაისაჯა usამართლოდ ანუ თქვენი კვლევებით იმ 9 წელს გაჭირვება არ იყო ქვეყანაში არა ჩვენ უყურე როგორ არის ეს ეხა არც თქვენ ბრძანდებით პოლიტიკოსი შეიძლება არც როგორ არის გაჭირვება მაგრამ რა თქმა უნდა, ეხლა უფრო გაჭირებულია, იმიტომ რომ ეკონომიკა მაშინ იყო სადღაც 2 ნიშნულამდე აწეული, ეხლა არის რაღაცა მიჩანჩალებული 4% ისიც ალბათ თვითონაც აქვს შეძენილი. 2018 წელიც რო შევაჯამოთ, აი მოკლედ ვიტყვი, კრიმინალი ქვეყანაში უფრო მეტი იყო, პედოფილური ფაქტები უფრო მეტი იყო, მარტო დღეს ერთი 5 მაღაზია გატეხეს, გუშინ წინ დაჭრები იყო, ბანკები გატეხეს, კრიმინალი ქვეყანაში ძალიან გაზრდილია, კორუფცია ჩაფლულია პირდაპირ კორუფციაში ქვეყანა და აი ახლა აი ესეთ ქვეყანაში თუ ვინმეს მოუნდება ინვესტიციის ჩადება ან ესეთმა ქვეყანამ ეკონომიკა როგორ უნდა წამოწიოს და როდესაც ეკონომიკაზეა დამოკიდებული ყველაფრის განვითარება დედამიწის ზურგზე და მით უმეტეს ქვეყანაში ხო აი ვერ წარმომიდგენია კი დამცინავიც არის და შეურაცხყოფელიც არის მე მას დიდი ხანია კლოუნს უწოდებ აი ჩვენი ეკონომიკის მინისტრი რომელიც არის და დაგცინეს არა მარტო ჩვენ დაგცინეს თქვენც დაგცინეთ იმიტომ რომ გიწევთ მისი რაღაცა ბჭყალებში გაპრავება და რა გველის რა იქნება ხვალ რა დღეში ჩავარდებით ამაზე კიდევ ცალკე პასუხებს არავინ არ გაგცეს და მარტო რაღაცა ჯგუფები დადგებიან იმას აправებენ ამას აправებენ იმ არანაირ დასკვნებს აი ჰაერზე ლაპარაკობენ ყველაფერს როცა ამ დროს რეალური ადამიანები აი ესეთ გაჭირვებას სხვათა შორის ახალი წლიდან 2019 წლიდან ალბათ ჩვენ უკვე მოგვიწევს ამ თემებზე დეტალურად საუბარი იმიტომ რომ სულ მივაც 9 წელზე კი სულ მივაც საუბარი როგორ ჩანს რა იყო არჩევნების პირველმა ტურმაც და იმ 800.000-მდე ხმა მადლობა ასმათ ეხლავე მოგცემ სიტყვას ნატოსთან უნდა გადავიდე გია მთხოვა რეპლიკისთვის რაღაც და გია ბძანეთ და ნატოს დაუსვავ არა თქვი და შემდეგ დავსვავ კითხვას და აქეთკენ გადმო არ მინდა ისე 9 წელზე ვისაუბრო არ მინდა კიდევ ის გავიხსენო რა ხდებოდა და როგორ იყო და რანაირად იმიტომ რომ საკუთარ თავზე და საკუთარ თავზემა გამოცდილი და წელს ვეღისე მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთ მომენტში ვფიქრობდი რომ ხელს ჩავიქნევდი ამ ყველაფერზე მაინც მივახწე იმ ბრძოლით რომ მივიღეთ ის შედეგი რაც აგვაქვს დღეს გამართლებას გულისხმობ მე მახსოვს სასამართლო, როდესაც ჟურნალისტებს სასამართლოს გაშუქებას კი არა, ტერიტორიასთან მიახლოების საშუალებას არ გვაძლევდნენ ჩვენ კოლეგებს ყველას. მე მახსოვს ის ჟურნალისტები, როდესაც ხან ჯაშუშობას გვაბრალებდნენ, ხან რა ვიცი, რეები არ ხდებოდა და ყოველ შემთხვევაში მე ვამბობ ერთ რამეს რომ ახლა ბატონ დავითთან მიმართებაში კირკიტაძესთან მე არ ვიცი ახლა თუ რომელიმე სახელმწიფოში მიღებულია ის რომ პოლიცია წიხლები უბაგუნო და ამაზე პასუხი არ მოგთხოვოს არავინ დასრულებს და უპასუხებ კი ეგ ნუ არ ვიცი ახლა ფაქტი
ფაქტი ფაქტად შევა რომ ადამიანი ადრე ავტობუსზე მივიდა და ცემა ობამას წინააღმდეგ აპროტესტო ერთი წამით რა თეთრი სახლის წინ წინაღამ გადაუარეს გასაგებია ერთი წამით რა მე დავასრულებინოთ რატომ არის ასეთი ფული თუნდაც მიუღებელი აზრი რომ მოვიცნო ადამიანები აი ობამას ანუ თქვენ ამბობთ ერთი წამით დაჭერილი ვიყავი და კარგად ვიცით ვის და ნაციონალურ და რატო დაგიჭირეს რატო დაგიჭირეს ასია რატო უწერ კაცო ერთი წამით რა რატო დაგიჭირეს მართალი დასაჭერი ვიყავი რაღაცა დაწი შეიძლება და მე ვაღიარებ კომპრომატი შეუდებ და იმიტომ დიამ უნდა დაასრულო შე რატო იყავი მარიამ ძალიან ანგელოზი იყავი მისა დრო რომ ყველა რესპონდენტი მოიქცეს როგორც უნდა ანგელოზი ვარ წარმოუდგენელი წეღან ჩვენ საუბრობდით იმაზე დამიჭირა სწორედ კანონი დავარღვია რა დავარღვია და რაღაცა ვერ მივაქციე ყურადღება და ჩემს ზურს უკან ჩემმა პარტნიორებმა ბიუჯეტს დაუმალეს ფული რაზეც სახელმწიფო სახელმწიფოს მოპარებული ხო და ყურა დაუჭერი ხარ მაშინ რატო დაუჭერი ვარ კაცო კანონი კი არ გელაპარაკებ ესე იცი თუ არა თუ იცი მითხარიო მითხარ და მე არ უთხარი და თუ არ მეუნები იჭექი მაშინ სანამ არ გაგახსენდება სანამ არ გავიხსენებ და მოგიშვეს ეგ არის კომპრომატი მეტი დია აბდალაძე და გაგახსენდა მაშინ გამოგიშვეს რო გამახსენდა კი არა გამოძიება რო ჩაატარეს და რო ნახეს არაფერს შუაში არ ვიყავი მაშინ გამოგიშვეს ვიჯექი მე შენ რა წარმოგიდგენი კაცი ხუთ ოთახიანი და ციხი არის თანამშრომლე გიორგი გიორგი გურგულიას მინდა მხოლოდ გიორგი სანამ არის თანამშრომლე იჯექი და არის თანამშრომლე მეთქი გიორგი გამოიციეს ძალიან მერიდება ეხლა თანამშრომლა ხო ზოგიერთი ძალიან მერიდება ეხლა რაც უნდა ვთქვა ძალიან მერიდება ეხლა რაც უნდა ვთქვა გიორგი მაგრამ ონემი პატივისცემის მიუხედავად მომიწევს მაშინ რომ შევწყვიტო ეთერიდან დაგემშვიდო და ჩემი შვილის გადაჭერა მოგიტანს მომიტანეთ მაო ეს თემაზე საინტერესო წარმოუდგენელია მე ხა გეუბნებით უკაცრავად გიორგი მომიწევს დაგემშვიდობოთ და ძალიან გაწყებინოთ მაგრამ დაგემშვიდობოთ რა ძალიან იჯექი და მომეცით ეს ბიჭო თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება თქვენს მიმართ წლები ხო და გთხოვთ რომ მომცეთ საშუალო უკაცრავად კორექტულად რეკლამა ეთერში მე ბოდიშუფტი მაყურებელს რეკლამას დაბრუნდით მშვიდობით პირდაპირ ეთერში ასეთი გადარეული ემოციების ხალხი ვართ ეს ქართველები მშვიდობით დაუბრუნდით რაც მთავარია გია დაასრულე რაღაცას ამბობდით და ნატოზე და ასმათზე უნდა გადავიდე და ვახტანგ შემდეგ ფოტოაპარატით დიახ 6 ინაუგურაცია მაქვს გადაღებული მე პირადად 5-6 ინაუგურაცია მაქვს გადაღებული ჩემი ფოტოაპარატით ჩემი პროფესიით რა და პირველი რაც მინდა ვთქვა რომ პირველად ჩემს კადრებში ყოველ შემთხვევაში ეგრე იყო და მე ფიქრობ რომ პირველად საქართველოში მოხდა როდესაც პრეზიდენტს გადააბარა თანამდებობა აი ეს უკვე და ისტორიული იყო რა უცნაურ ქვეყანაში ვცხოვრობთ რომ ის რაც წესით ნორმალური საინტერესოც იყო და მე მგონია რომ ყველაზე მთავარი ის არის რომ სამწუხაროა რომ მეორე მხარე არ ცნობს ამ არჩევნებს შედეგებს და რაღაცა მიუხედავად იმისა რომ მთელი მსოფლიოს ლიდერები ულოცავენ ქალბატონ სალომეს პრეზიდენტობას ჩვენ მაინც მეორე მხარეს ანუ ოპოზიციას გულისხმობთ უჭირს იმის აღიარება რომ დამარცხდა ამ არჩევნებში მიუხედავად ამ ყველა იმ პრობლემებისა რაც იყო
მე მაგხედველობაში საარჩევნო უბნებზე თუ რაღაც საჩივრების და იმის მიხედვით ალბათ განიხილავენ სამომავლოდ კიდევაც. და დღეს ვფიქრობ, რომ ალბათ მზადება არის 2020 წლისთვის. თუმცა 2020 წელი მე წეღა რეკლამის დროსაც საუბრობდი ამაზე და მინდა რომ ჩემი შემდეგი კითხვა ნატოს ქალბატონ ასმას და ვახტანგს რომ მოусმენთ, მე მეტნაკლებად პასუხებითაც აქეთკენ წავიდეს არჩევნების ემოციებმა რაღაცნაირად თითქოს გაანეიტრალა ის პრობლემები, რის გამოც როგორც აღმოჩნდა პირველ ტურში არ მისცა ბევრმა ხმა ოცნებას და ძალიან მძიმე წელი ეწყება ქართულ ოცნებას. ამდენი განხიბლული ადამიანის უკანმობრუნება, ამდენის ერთად თუ არა ნახევრის მაინ ძალიან რთული იქნება მათ. რთული იქნება რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის დაპირება რაც იყო პირველი ტურის შემდეგ ბატონი ბიძინასგან, სხვათა შორის ის ნაბიჯიც, რაც მან გააკეთა 600,000 ადამიანს ფაქტობრივად ახალი წელი შეხვდება ვალის გარეშე. მათ შორის სხვათა შორის ჩემი ძმა იყო, რომელიც სამსახურიდან გაუშვეს ჩემს იცით რა არის? ჩემი თანამშრომლებიც მოხვდნენ მაქსიაში და აქაც შეიძლება შეხედან ამ დარბაზში ადამიანები ვის ოჯახსაც. არა, ეს იყო საკუთარი, არა, იცით რა არის? ამით მოიგო არჩევნები ქალბატონ ლეილა? ჩემ ძმას არ უგძნია ის, რომ თამი მისცეს მას პირადად რა. მადლობა გია, მადლობა. ბძანეთ და ნატოსთან გადავდივარ. რაც ნაციონალიზმებმა ოცნებამ გააკეთა და პირადად ბიძინა ივანიშვილმა, ეს იყო მოსყიდვა მომრჩევლების და სისხლის ამათლის დანაშაული იყო. ვალების ჩამოწერას გულისხმობ. ბატონო, უკაცრავად. ეს უნდა თუ ამის გაკეთება უნდა და არჩევნები ჩაივლიდა და გაეკეთებინა მერე. ხალხის ხარჯზე მოიდომეს გასვლა ფონს და ეს არ შეიძლება. და ეს ძალიან ბუმერანგივით მოუბრუნდება. დიდი მადლობა, დიდი მადლობა ქალბატონ ლეილა. უკაცრავად. აღარავის აღარ მოგცემთ საშუალებას. რომ ჩემი შეკითხვის გარეშე თქვენი დაიწყოთ სოლო გამოსვლები. გისმენთ ნატო? უკაცრავად, მაგრამ მინდათ პასუხი გაგცეთ. იცით რა, ნაციონალური მოძრაობის დროსაც ჩვენ ვაუჩერებს გვირიგებდნენ შუქის, თუმცა არც მაშინ კი. ეს მოსყიდვა იყო, ანუ ეკითხვა მინდა დაგისვათ. რატო გააუქმეს? არა, თუ რო არ უკმებინა ის იმას მოსყიდვად არ ჩათვლიდით? არის ის არჩევნებისთვის არ კეთდებოდა, მაგ იკეთდებოდა მოსაყიდვად. მადლობა ქალბატონ ლეილა. მოდით ნატო მთელი გადაცემა გველოდება, უნდა მოусმინოთ, იმედია არ შეაწყვეტინებთ. დიახ. ნატო იყო წეგანაც თქვი მაგალითად ადამიანი რომელიც ღიად უჭერდა მხარს სალომე ზურაბიშვილის ამარჩევნებზე ინაუგურაციაზეც ვნახე პირდაპირ ეთერში ვიჯექი როდესაც შენი შესვლის კადრები დავინახე როგორც მისი მხარდამჭერი როგორ აფასებ განვლილ წელს ნატო როგორ ვხვდებით 2019 საქართველოს როგორ ხდება 2018 ინკა შევხვდით ძალიან გულდამძიმებულები იმიტომ რომ მოხდა ზაზა სარალიძის მშვილის მკვლელობა. ანუ უკვე მძიმედ გავიარეთ ის ახალი წელიც და დღემდე მოყვება, ესე ვთქვათ. ნუ მე წინა საარჩევნო თუ ვინ იქნებოდა პრეზიდენტი, თუმცა მე არა ვარ ესეთ პოლიტიკაში ჩართული ადამიანი და არც მაქვს სურვილი, მაგრამ გამოჩნია ჩემი დასათანხმებელი ხარ, მოხვიდე სტუდიაში პოლიტიკურ თემებზე სასაუბრო. თუმცა მე უბრალოდ ვინაიდან და რადგან სალომე ზურაბიშვილი ქალბატონი სალომე უკვე დღევანდელი პრეზიდენტი, ვიცი 2004 წლიდან და მას ძალიან კარგი, ესე ვთქვათ, დახასიათება მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ძალიან ისე დაახასიათა და საკმაოდ სიმპათიებით ვიყავი მაგ ქალბატონის მიმართ ყოველთვის. ეს არ ხდება ეხლა. ანუ იქედან მოყოლებული და მისი ისტორია, მისი ბიოგრაფია, როდესაც წავიკითხე და გავეცანი მაშინ, აი მაშინ უკვე ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, აი მორიდებაც კი გამიჩნდა, თუმცა მე არაფერში არ ვიყავი, რომ მისი ოჯახი აი იმ დროს იყო ემიგრაციაში. რაც შეეხება გადავალ მეორე თემაზე, ეს ქალბატონ სალომეს. გაჭირვება დღევანდელი დღე არ არის. სხვათა შორის იმ 9 წელშიც სტატისტიკურად უამრავი ემიგრანტი მიემატა ევროპას.
ანუ არწასულანი კარგი ცხოვრებისთვის და საკმაოდ ინფორმირებული ვარ თუ რამდენი წავიდა სამუშაოდ. რაც შეეხება მეშახტეებსაც მინდა რომ გულშემატკივრობ ძალიან, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მძიმე შრომა, რომელსაც აი მართლა დაფასება უნდა. თუმცა არის მეორე კატეგორია, აი სოფლები დაიცალა ყველამ რო ამბობს. იმიტომ რომ არა აქვთ იქ სამსახური. არ არის ესე. სამსახურს დიდ ქალაქში ვეღარ შოულობს ადამიანი და არ არის ინგა ესე აი მაგალითად მე მყავს ძალიან ბევრი მეგობარი რომელიც ცხოვრობს უცხოეთში და საკმაოდ შეძლებულები არიან და თავის ნათესავებს ეკითხებიან რომ აი რა გჭირდება რა გამოგიგზავნა და რამოდენიმე უთხრა რომ არ გყავს ტრაქტორი თორე აი ამ მიტოვებულ მიწებს ნუ დავამუშავებდით ტრაქტორი და ასე შემდეგ გაიგზავნა ის თანხა ეს არ არის ოღონდ ერთი პიროვნების ისტორია ძალიან ბევრი ვიცი ესე როგორ ეხმარებიან მათ იყიდეს მერსედესები ჩამოვიდნენ ქალაქში და დაიწყეს ტაქსაობა ამას ქვია იოლი პერი ანუ ზარმაცებიც ვართ ამის იმის საქმე არ არის ტრაქტორისგან ვერ მიიღებ იმ შემოსავალსაც ხო ეგ ეხლა იცით რა მაშინ მე ვთვლი რომ აი ისიც რო წავიდა საღვაგარეთ ქალბატონო ასმათ ეხავე გადმოვდივართ მაშინ ქალბატონმა ლია მუხაშავრიამ რომელიც არის ჩემთვის ძალიან დასაფასებელი ადამიანი და საკმაოდ კარგი იურისტი გადასახლდა თავარია მოინდომო გურიაში და იქ აქ თხილი და ასე შემდეგ ამის თქმა მინდა რომ ჩაუჭამა ფაროსანა ნუ ეხა ფაროსანაც მოდით რა იცით რა მე მინდა რომ შევრიგდეთ რა ანუ მე არც ერთ მხარეს არ წარმოვადგენ და ვერ გეტყვით რომ თავგადაკრული მე ვარ რიგითი ადამიანი რომელსაც მაქვს უფლება ვიღაცა მომწონდეს და ვიღაცა არ მომწონდეს ამიტომ იცით რა თქვენი ტონალობაც იგივე ხა აი გიორგი ჩემი რამდენი ხნის მეგობარია თაკო ჩარკვიანი მამუკა თაკოს მე კარგი მთავრობის ბრალია თაკოზე მე კარგი რა ეს იყო ერთი ლამაზი გოგო არა თაკო ესე არის რომელიც ადამიანებს გვერდზე ისე ედგა რომ თელმა საქართველოს არიცის და მე ვიცი ეს ყველაფერი და ჩემთვის ახლა თაკო ნაციონალურ მოძრაობაში იქნება თუ არა ჩემთვის შენ ისე ვის თაკო იქნები და მოდით რა ესე დავამთავროთ ეს ურთიერთობა და შევრიგდეთ რა აი ეს დიდი მადლობა ნატო დუმბაძეს უპასუხეთ მიკროფონი გიკეთია თაკო მიკეთია კი და ასმათთან გადავდივარ მადლობა კომპლიმენტისთვის ლამაზი ქალი თუ გეტყვის კომპლიმენტს ასასიამოვნო განსაკუთრებით ჩვენ არაფერი შესარიგებელი არ გვაქვს აბსოლუტურად მე შენ ყოველთვის მიყვარდი და ყველა ის ადამიანი ვინც აქ არის რა თქმა უნდა უბრალოდ რა შეიცით საქმე ჩვენ მართლა არაფერი შეგვეხება გამორიცხულია მაგრამ ძნელია რომ ერთ-ერთი მინდა ვთქვა რომ 2018 წელს საოცარი რამ მოხდა და არავის არ გავხსენებია ამ სტუდიაში ძალიან მნიშვნელოვანი რამ და მისალოცი აქვს საქართველოს ოსეთის მხარემ მე ოსეთს ვამბობ რუსეთს ვამბობ ისე სამაჩაბლოს ვეძახი ცხადია ოსეთის მხარემ სარჩელი შეიტანა და სტრასბურგმა არ მიიღო სარჩელი უპირობოდ არ მიიღო ისე არ მიიღო რომ არასოდეს მიიღებს და პასუხი იყო ასეთი საქართველოს ომი არ დაუწყია ტაში მეგობრებო ეს მოხდა სტრასბურგში ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს უყურადღებოთ ეს ერთ გადაცემას ითხოვს სამწუხაროდ არ აღმოჩნდა დიდი რაოდენობა ქართველებისა რომლებიც იყვირებდნენ რომ რა კარგია რომ არ მიიღო ოსეთის მხარის სარჩელი ახლა მეორე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინგა გაყალბდა არჩევნები და ამის დოკუმენტები არსებობს გამომდინარე აქედან ყოველგვარი სიძულვილის გარეშე ლეგიტიმური უფლება აქვს ოპოზიციას რომ თქვას რომ გაყალბებული არჩევნების გამო მე სტრასბურგს უნდა მივმართო რომ დავიცვა კონსტიტუცია სამომავლოდ რომ ამათი თაობა გქონდეს კონსტიტუცია ეს ერთი და მეორე ახლა გაჭირვება ასმათა უნდა გადავიდეთ ცოტა მოკლედ დოლარი და 66 ახლა არის 2 და 70 ეს რას ნიშნავს 66 რომ იყოს 2 და 66 რომ პირდაპირ პენსიონერის ჯიბეში აქვს სახელმწიფოს ხელი ჩაყოფილი და რატომ ახლავე მოგახსენებთ იმიტომ რომ 40 მილიარდმა ეს ჩემი სიტყვები არ არის
როდესაც ივანიშვილმა პრესკონფერენცია გააკეთა, პირველი საუბარი დაიწყო კორუფციაზე. 40 მილიარდმა გაიარა 6 წლის განმავლობაში. მართლა გაიარა? არ ტყუია. და სად არის? და არ გაინტერესებს სად არის? სად და ოფშორებში. მიდის ხალხნო თანხა, გაკეთებული აქვს პატარ-პატარა იქვე IP და იქ გადის თანხა. ადამიანი, რომელიც შიმშილობს, შენ გინდა რომ იმას უთხრა რომ უყვარდეს მისი გამძარცველი? ვერ ეყვარება, თორე მე ამ სტუდიაში არავინ არ მძულს, გამორიცხულია. მაგრამ ის გაჭირვებული, იმისი შვილი, რომელიც მეშახტია, ხედავს რომ დაუსჯელობაა. ერთმა პრემიერმაო, როგორც გვითხრეს 700 მილიონი წაიღო, მეორემ 40-ო. როგორ მოვთხოვო მე იმ ადამიანს, იმ გაუბედურებულს, გაჭირვებულს შვილისთვის წამლის ფული რო არა აქვს, მეშახტეს, ის უპასუხო რომ კერძო სტრუქტურა არისო, კერძო სტრუქტურა დასავლეთში არის, მაგრამ შრომითი უფლებები. დიდი მადლობა. აი, ამიტომ რაღაცნაირად რაღაცა ისე რომ არ დარჩეს ეს პლაკატურად, რომ აი სიძულვილი მოდით რა მოვთხოვოთ ჩვენ ხელისუფლებას კანონიკურობა, რომ ადამიანებს არ გაუჩნდეთ სიძულვილი მომპარავი ხელისუფლების მადლობთ აკო ჩასაერთ მადლობა გადავდივარ ასმათ ხაბლაძესთან მაპატიეთ ქალბატონო ასმათ ისე განვითარდა პროცესები რომ მიკროფონი ვერ მოგაწოდეთ ამ სტუდიაში ხუბი არ მიყვარს არ მინდა თორე ისეთი ხმამა დაყერებული თეატრალური ფსტივალზე გადასარევი რო იყვირო ყოველას ვაჯობებ მაგრამ არ მინდა ხუბი მე მინდა შერიგება მე მინდა ლამაზად დალაპარაკება თუ არ შერიგება მაშინ ერთმანეთის ლანძღვარო არ იყოს ეს არის საშინელება მე არ ვარ არც ერთის მომხრე არც მიშა სააკაშვილის დროინდელის და მთავრობის და არც დღევანდელი მთავრობის მომხრე მაგრამ მე მახსოვს ეხლა დღეს რაც მინუსებია მაგასაც მოგახსენე რატომაც არა ვარ მომხრე მე მახსოვს 26 მაისი მე მახსოვს თვალებ ამოთხრილი ხალხი რომელსაც ესროლეს იქიდან რა ქვია პოლიციის სამმართველოდან და თვალები ამოუგდეს მე მახსოვს მაისაშვილი რომელიც ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა და თავში რო ქონდა ის ტყვიები ნასროლი მე ამას ვერ ვივიწყებ და მახსოვდა არ მომწონს ძალიან. მე მახსოვს ის ორი შეგდებული სახურავზე კაცი გარდაცვლილი და ხო, უნდა გახსოვდეთ ყველას. ყველას გვახსოვს. ხო, მე მახსოვს კიდე 7 ნოემბერი. მე მახსოვს კიდე 26 მაისი. მე მახსოვს კიდე დარბევა და ამიტომ მე მახსოვს კიდე ეკლესიის დანგრევა და მოცინარის სახეები და ეს ცოტა ჩემთვის ძნელი მისაღებია და ამიტომ არა ვარ მომხრე. ეხლა აქეთ გადმოვიდეთ, აქეთაც. ეხლა შეესენი რომ მოდიოდენ ამ ეს კანონი არ ვარ. თქვენ იცით რომ მე არჩევნებში მონაწილეობა მიღებული მაქვს გახსოვთ მე თქვენთან ვიყავი გადაცემაზე სააკაშვილი და მე ერთად ვიყრიდით ვაკეში გენს. ხო გახსოვთ? აი იქიდან მოყოლებული მე დამკვირვებელის გახლდით კენჭისყრაზეც მონაწილეობა მაქვს მიღებული კარგად ვიცი რა ხდება არჩევნებში. ქალბატონო ლეილამაც კარგად იცის როგორ ყალბდება. ეს ეხლა კი არ გაყალბდა, მაგრამ ეხლა კი არა მარტო მაშინაც იმის წინათ ყოველთვის ვის ხელში ძალაუფლება ის აკეთებს ამას. მაშინაც ესე გააყალბეს. ჩემი თვალით მაქვს ნანახი მოხუცებული ხალი რომ შემოვიდა და იმაში კონვერტში რომ ჩააგდო პირადობის მოტყობა რომელიც მისცეს არჩევნებისთვის. და რომ დავითვალეთ და ვნახეთ პირადობის მოტყობები გაგვეცინა ყველას იმიტომ რომ ეს იცი არ იცოდა სად წაიღო ის ზედმეტი პირადობის მოტყობა. ეს მაშინაც ხდებოდა. მე ამათ რო უთხეს რომ არ ვარ გაარჩევნები საშინელება არასწორია კანონი ასე მოვიდნენ იმათ მისცეს შენიშნა მაგრამ მე მოეწონათ. მოეწონათ იმიტომ რომ თავიანთვის კარგია ეხლა ამ არჩევნებისთვის. ეხლა სალომე ზურაბაშვილი მის სალომე ზურაბაშვილთან არ მქონდა არანაირი ურთიერთობა, თუმცა მის მეუღლესაც ვიცნობდი, მის მულებსაც ძალიან კარგად ვიცნობ. ძალიან მომწონს მისი განათლების ისტორია. როგორი კაი განათლება აქვს მიღებული. ძალიან ლამაზია და ძალიან მომწონს მისი წინაპრების ისტორია, ვიცით ვისი შვილი და შვილიშვილია. ამას ჩემთვის მნიშვნელობა აქვს. ძალიან მომწონს ფაქტი რომ ქალბატონი გახდა ჩვენი პრეზიდენტი, მე გახდით პირველი კანდიდატი ქალი მერობის. რა ვქნა, არ გავხდი მერი, მაგრამ კანდიდატი ხო ვიყავი, თანაც პირველი. პირველი ქალბატონი ბრძანდება პრეზიდენტი. მე მომწონს, ძალიან მომეწონა მისი სიტყვა, რომლითაც გამოვიდა, რაც პირობები თქვა. რა ვქნა, ხო არ ვიყავი მომხრე, მაგრამ მომეწონა. მე ჩემი მოწინააღმდეგე მსახიობი, რომელმაც ცუდი რაღაცები გაგვიკეთა ჩვენ მსახიობებს 35-დან კარგად რო ითამაშა, მე ძალიან კარგად ითამაშა ფილმში ლენინგრადელის გადაღებულ, მაშინ ლენინგრადი ერქვა.
პირველმა მე აღნიშნე რა გადასარევად თამაშობს მეთქი. ეს არის ადამიანის ბუნება, როდესაც შეუძლია სიმართლე თქვა, აღნიშნოს კარგი, აღნიშნოს ცუდი. ბევრი ამათ კარგი რა გააკეთეს. იცით, აი ჯანდაცვაში რაღაცეები გააკეთეს კარგი, რომელიც არ იყო მანამდე ჩემი ნათესავი, დღესაც იხდის მაშინდელ აი ბინარო ჩადო და თან გარდაიცვალა ის საწოდავი და მისი ცოლი იხდის იმ ვალს. აი მაშინ რო ჩადო რომ უნდა ემკურნალა, არაფერი რო არ იყო, არც სასტრაფო რო არ იყო. რასაც დათელაშვილი სუიბძვის ამ თავის უფასო სასტრაფოზე იბრძოდა კიდევ კარგი რო არის, რაღაცები ეს მოხდა, გაკეთდა. უნდა აღინიშნოთ. მაშინაც იყო კარგი ასფალტი რო დააგეს, ძალიან მომწონს. მაგრამ ერთლარად რო ვიღაცას ფინანსთა სამინისტროს იმ თავისი უშველებელი იმითი ეზოთი აჩუქებ, რომ მე იქ 40 სართულიანი სახლი აშენო და ფული გააკეთოს, იმ დროს ხდებოდა ეს. რატო უნდა მოხდარიყო? რატო უნდა დამახინჯდეს ჩემი ქალაქი ესე? რატო უნდა აშენდეს იმ ადგილას, სადაც არ უნდა აშენდეს ეს რაღაცა ცათამბჯენები, ვერ დავდივართ ქუჩაში, ვეღარ მოძრაობ, იმიტომ რომ ვიღაცა გამდიდრდეს, იმ დაისვენა, დაისვენია რომ დანიშნეს ეკონომიკის მინი დაისვენებდა, ბევრი ფული უშოვია თურმე და იმ ბევრი ფულის შევნას მე დასვენება ჭირდება. ეხლა ეკონომიკის მინიც კარგად მიმართა ტყიბულელმა, მოდი და გავცვალოთ ჩვენი ხელფასები ერთი თვისով. მართლა გავცვალოთ და იქნებ ნახოთ რაში ყოფნის. მე კიდე რა მინდა ვთქვა. მართლა არა ის უნდა ვთქვა. მე მიმართავ მთავრობას. აი თქვენი ეთერიდან მაღალმთიან რაიონებში არის ბევრგან უფასო გაზი. უფასო დენი. ბევრგან არ გააკეთეს რაღაცა გვერდზე გადადეს მაგალითად დუშეთი. დუშეთის ზემოთ მთებში კი მაგრამ თვითონ დუშეთი გადადეს. ტყიბული მაღალმთიანია. ტყიბულში არაფერი არ ხდება, გამწარებული უაეროდ, უჟანგბადოდ ცხოვრობს ხალხი მიწის ქვეშ. იმათ როგორ არ უნდა მისცე უფასო გაზი? როგორ არ უნდა მისცე ამის გულისთვის შეიძლებოდა რომ იმათ გამოუთიშო გაზი, გამოუთიშო დენეს შეიძლება რომ გაკეთდეს. აი რატომ მინდოდა მე ან მერობა ან რაღაცა, ამიტომ რომ ეს გამეკეთებინა ვიღაცა. მე ჩემი ქვეყანა მიყვარს. მე ჩემი სამშობლო მიყვარს. მე არც მიშისტი ვარ, არც ზვიადისტი, არც ბიზნესისტი, არც ედუარდისტი და არც არავისტი. მე ვარ ჩემი ქვეყნის. მადლობა ასმათ ყაბლაძეს ვახტანგ თქვენთან გადმოვდივარ. ეხლა მინდა რომ როდესაც ვახტანგი ისაუბრებს, ყველასგან მივიღო პასუხი, შემდეგ თქვენ რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა რეალურად. კიდევ ერთხელ ვიტყვი, არჩევნების ემოციებმა გადაფარა რეალური პრობლემები ამ ქვეყანაში, თორე რეალური პრობლემები ნიშნავს იმ ადამიანების პრობლემებს, აი ეხლა გადაცემის დასაწყისში ვინც საუბრობდნენ. ვახტანგ, რა მოცემულობის წინაშე დაგვაყენა 2018 წელმა ბრძანეთ და დავიწყებ ლევანისგან შემდეგ. კიდევ ერთხელ დავუბრუნდები მთავარი სათქმელი, ბევრია ქალბატონო ინგა და გვირჩევნია 2018 წელი შევაჯამოთ და წინ ვიყუროთ ვიდრე უკან. პირველ რიგში დავიწყებ იქიდან ყველაზე მთავარი რაც არის და რატოც შევიკრიბეთ აქ თუნდაც ქუჩაში რა ამბავიც არის, კახეთში რა ამბავიც იყო. იმიტომ რომ არჩევნები გაყალდა პირველ რიგში და ეს ყველა მიხილა მთელმა საქართველომ. რამდენიმე რაც ვიხილეთ, რამდენიმე სისხლის სამართლის დანაშაულია ჩადენილი ქალბატონო ინგა და მათ შორის აუცილებლად ეს ეხლა მოეთხოვება თუ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მოეთხოვება, აუცილებლად უნდა დაისაჯოს ის ხალხი და ააგოს სისხლის სამართლით პასუხი, ვინც ეს ჩაიდინა, იმიტომ რომ სამომავლოდ ეს არის ხალხო კატასტროფა. ჩვენი შვილები მოიმკიან ამას, შეიძლება ეხა ჩვენ ვერ ხვდებოდეთ და ვიღაცა გამარჯვებულ პოზიციაში გრძნობდეს თავს და ეს არის ზუსტად კატასტროფა ქალბატონო ინგა. თუნდაც ეს ფლანგი და თქვენი ინაუგურაცია რომ მიყავდათ თქვენ და ქალბატონ დიანას ზუსტად ეს იყო რომ ეხლაც თქვით თქვენ რომ აი ორი რეალობის შტაბ-ჭრილება ხო ორი სურათი იყო ეკრანზე კი და ზუსტად ამიტომ იცით აი ინაუგურაცია ფაქტობრივად ვერ არის შემდგარი იმიტომ რომ ჯერ არჩევნები გაყალბდა და იყო სრული კატასტროფა. ნუ იქ ქალბატონი ბრძანდებოდა შეიძლება ნუ კარგად დახვეწილად გამოიყურებოდა ქალბატონი სალომე ხა ამაზე ვერ შევაფასებ, მაგრამ ინაუგურაციაზე ვინც უნდა ყოფილიყო, ყოველ შემთხვევაში იმად გარდა ყველა იყო. ინაუგურაციაზე იყო ის ხალხი, ვინც ქალბატონ სალომეს ნუ უცეკვა, უმღერა ყოველ შემთხვევაში რაღაცა ცოტა იქ. ყველა ინაუგურაციაზე გავსი რამ ხდება. ეხლა მართლა გავიხსენოთ ყველაფერი, ხალხო, ყველა ინაუგურაციაზე, ყველა ხელისუფლების დროს მათი მხარდამჭერები არიან დომინანტები. აბა ეხლა გითხრათ, იცით რატო გაუსვი ხაზი ერთი წუთით. ხაზი იმიტომ გაუსვი, რომ ვერ შეძლო, რაც ყველაზე
მთავარია, ვერ შეძლო ქალბატონმა სალომემ რაც თქვა, ჯერ ყველაზე მთავარი რომ თვითონ როგორც ამობდა ყველასი პრეზიდენტი გამხდარიყო. ეს ვერ შეძლო ქალბატონმა სალომემ პირველ რიგში ეს და დღესაც ხო ერთი სიტყვა არ უთქვამს იგივე ნუ შენი ოპონენტი დააკავეს თუ ვინც დააკავეს როდესაც პრეზიდენტობაზე გაქვს პრეტენზია ერთი სიტყვა მაინც უნდა შეაწიო და ეს არის პროფესიონალიზმი არა ინაუგურაცია შედგა ქალბატონო ხათუნა იცით რას ნიშნავს ამ კონკრეტული ხმებით არის პრეზიდენტი ამას გეტყვით პრეზიდენტობის პრეტენზია რას ნიშნავს მოპარული ხმებით მოსული კომპეტენტური პირველ რიგში და ქალბატონი სალომე ხა შეიძლება კარგი ქალბატონია, მაგრამ ძალიან ბევრ რამეში, ეხა ამაში გულისიღრმეში ალბათ ქართული ოცნების ხელისუფლებას გვეთანხმება ხოლმე, მაგრამ როგორც 2012-შივე არ იყო მზად ხელისუფლებაში მოსასვლად ქართული ოცნება, ისე არ არის მზად დღეს ქალბატონი სალომე საპრეზიდენტოდ. მან შეცდომების კასკადი დაიწყო ქალბატონო ინგა თავის პრეზიდენტობა, იგივე მეორე და აი ძალიან გთხოვთ, როდესაც პროფესიულ რჩევას ვიღაცა მოგცემთ თქვენთვის, ჩემთვის ვაკეთებ ამას და საქართველოსთვის ვაკეთებ და კი ბატონო დამისვით დავასრულე. აი რატო და გეტყვით ხალხო დაიწყო შეცდომების კასკადით ეს ან მრჩეველმა უნდა უთხრას ან პრეზიდენტმა რომელმაც რაღაც მეორე და მესამე ხარისხოვან პარლამენტარს შეიძლება განსაკუთრებულ ქართულ ოცნებაში განსაკუთრებულად ქართულ ოცნებაშიც კარგად იციან იგივე ბესელია რასაც წარმოადგენს და საკმაოდ დისკრედიტირებული დეპუტატია, მასთან 40 წუთი გამონახა და ყველაზე მთავარი, რომელიც არც ერთ პრეზიდენტს, არც ერთ საქართველოს პრეზიდენტს არ ჩაუგდია და მსოფლიოში პრეზიდენტს არ დაესწრო ამბასადორს, რომელიც სავალდებულოა პრეზიდენტმა, რომელმაც რიგი ნაბიჯები უნდა გადადგას, თუნდაც ხალხის გასაერთიანებლად, ხო? თუნდაც ამაზე უნდა შეაწიო სიტყვა. მე აქ მინდა სიცრუეს ინაუგურაცია და თქვენ რაღაცა მანამდე გეგონათ ქალბატონ სალომე? როგორ ვერ გავიგე უკაცრავად? 3 დღის წინ იყო. ამბასადორიალი იყო გუშინ, აუცილებლად უნდა დასწრებულიყო და იმისთვის გამონახა დრო რომ შეხვედრო და ბესელიას. ეს ჩასაფრებული პოზიცია. ჩასაფრებული რა თქვია ქალბატონო არც პრეზიდენტს ეს არის სავალდებულო. ეს არის პრეზიდენტის სავალდებულო. განაის რომ ან დაესწროს ან მისთვის არის უკეთესი და ეს არის ეს არის განმარტებებს გააკეთებს რომ მე ვახდენ ვჩქარობთ რა არა ნუ ვჩქარობ არა შეცდომას რო აკეთებს ესეთი შეცდომა მადლობა ეხლა მე მაქვს დარჩენილი ქალბატონო ինგა ძალიან დიდი ბოდიში მე მინდა კიტაძეზე გავაკეთო ბატონ და ისე რომ სხვებმა ხელი არ შეგიშალონ არც ერთ მთავრობას არ მობრუნებია ქალბატონო ინგა ეს კარგად დღეს საქართველოში აუცილებლად უნდა ითქვას რომ ნუ დიდი ხანია უკვე საქართველოში აღიარებული პოლიტიკური პარტიები და დევნილები არიან სამარცხვინო ერთმანეთზე უარეს სამარცხვინო განცხადებებს აკეთებენ ქალბატონო ინგა უმაღლესი თანამდებობის პირები გამოდიან ზოგი ხა გინებით ამბობს რომ აი ესენი რაღაც ვერ გადაატრიალებენ ზოგი მეზრუშვილი გამოდის და ამბობს რომ ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეს შეგვიძლია კი ბატონო ამაზე უკეთეს და არავინ არ იცის სისხლის სამართლის დამნაშავეები ყავს რომელიც არიან პოლიტიკური დევნილი სტატუსით გამოშვებულები ეს არ შეიძლება დიდი მადლობა ლევა ლორთქიფანიძით ვიწყებ თითო წუთი ერთი წუთი არ არის ცოტა აზრის ჩამოსაყალიბებლად და არ შეუშალოთ ხელი ერთმანეთს. ლევან 2019-ის წინ რა გამოწვევებია? თავარი გამოწვევა, რომელსაც აი ამ წუთავს ხედავთ, არის ის, რომ მულტიმილიონერმა ბატონმა გობულიამ ცოტა ფარები უნდა ჩააქროს, ლამპას უნდა დაუწიოს და რაც დარჩა ამ სახელმწიფოს, ისიც არ უნდა გაყიდოს სხვადასხვა ოფშორულ თუ რუსეთში დარეგისტრირებულ ორგანიზაციებზე. ხო, მაგრამ მე ნახეთ საზოგადოებრივ ასპარეზეც არის გამოწვევა. აი ქალბატონმა ასმათმა აღწერა აი ღირსეული ადამიანის სახე რომელიც ყველას აკრიტიკებს სიმართლის მხარე დგას და მას დაუმტკიცებია ეს ძალიან ბევრ ადგილას მაგრამ მე იცით რას ვხედავ ქალბატონო ინგა ბოლო დროს ჩვენ საზოგადოებაში ანუ დაწინაურებულები არიან ლედი მაკბეტის ტიპის ადამიანები და როგორი იყო ლედი მაკბეტი შესანიშნავად თარგმნა ივანე მაჩაბელმა იყო მატყუარა ცილს წამებდა სხვებს იყო მკვლელი ტვინს უწამლავდა მის ახლობლებს და მის ირგვლივ ყოფ ადამიანებს და ბოლოს გაგიჟდა
და იმსხვერპლა ყველა საკუთარი თავიდან დაწყებული და აი ამ საფრთხის წინაშე დგას ბევრი ადამიანი, საზოგადოებრივი ფიგურა და შეიძლება ჩვენც გადაგვედოს ის შხამი და უბედურება, რაც ტრიალებს. და ბოლოს ვამბობ ერთ წინადადებას. თქვენ ამბობთ ორი რეალობა. მე გეუბნებით, რომ არის მესამე, მეოთხე, მეხუთე რეალობა, რომელიც აი ამ ხმაურში, ამ უბედურებაში არ ჩანს ხოლმე, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ისინი მომავალ წელს მოიკრებენ ძალას და უფრო მკაფიოდ გამოჩნდნენ. იმედი მაქვს, იმიტომ რომ სულ ერთი და იგივე რეალობის წინაშეა ეს ქვეყანა. არავინ აღარ უნდა იყოს ძველები. არა, ამას ამომრჩეველი განსაზღვრა ბატონო ასმან. გიორგი გურგულიას ვაძლევ ახლა ერთ წუთს გისმენ გიორგი, შემდეგ ვატოს. ყველას დათო ევგენიძე იყო იმედში მიწვეული და თქვა ძალიან მაგარი ფრაზა, რომ ეს არისო მოქალაქეთა კავშირის ნაციონალური ოცნება. ანუ ეს არის 30 წლიანი რაღაცა საპარლამენტო შეკრული მასა, რომელიც სულ ერთი და იგივე სახეები იცვლება და არაფერი ქვეყანაში არ იცვლება და ამიტომ მე აი ხა რისი იმედი მაქვს, რომ ეს ორი ძალა კი ერთმანეთს ეჯახება, მაგრამ აუცილებელია გაჩნდეს მესამე ძალა. ან მეოთხე, მეხუთე როგორც ლევანმა თქვა. შესაძლოა, მაგრამ ვიძახი რაც მეტი პარტიული იქნება პარლამენტი, იქნება საინტერესო, რაც იქნება დაკომპლექტებული ახალგაზრდებით, იქნება ნოვატორული და მე ვთვლი, რომ პირველი რაც უნდა ჩვენმა სახელმწიფომ და ხალხმა გააკეთოს, ახალგაზრდები მოიძიოს ჭკვიანი ბავშვები, გამოცდილი ხალხი დაუდგეს გვერდში და ეს ხალხი პოლიტიკისთვის მომამზადა. დიდი მადლობა გიორგის ვატო, თქვენთან გადმოვდივარ, ერთ წუთს გაძლევ. მოთხოვარი ადამიანის შტაბ-ეტილებას ტოვებ ხოლმე ეთერებში. ხო, ვარ კეთილი ზოგადად. კაი ქვეყანა მინდა. ენა გაგვწარე თორე სახელმწიფო ენა მაგ სამართლიანი მე ესე ვფიქრობ და სიმართლე ხანდახან არის ხოლმე ზოგიერთებისთვის წარე. აი როგორი რაღაცა იცით ქალბატონო იგა, აი მე ინაუგურაციას უყურე სალომე ზურაბიშვილის და მან ახსენა პირველი პრეზიდენტის ვიად გამსახურდია სხვათა შორის მიშვილებს დაპირდა რომ მოვალ და მოგეხმარებითო და ჯერაც არ მისულა ცოტნე და კონსტანტინე შიმშილობენ იქა. ყველაფერს ასწრებს და ხა რაღაცნაირად მოესწრო. ჩუმაცადას დადიოდა იქ მივიდეს არ დაკიდე. ხო, დამამთავრებიეთ. მერე დაუკრეს ედუარდ შევარდნაძე ახსენა და დაუკრეს ედუარდ შევარდნაძე სტაში და არ დაუკრეს სააკაშვილის სტაში. ვერ გაბედა ქართულმა ოცნებამ პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული რიგითით ვიღაცად არამშრომლისგან, რომ სააკაშვილის სტაში იმის გამო მაინც დაეკრათ, რომ გომბორზე გადავიდნენ და გალამაზებული თელავი ხდება და გალამაზებული უამრავი ქალაქი ხდება და გზები ხდება და რაღაცა უკეთებია იმ ადამიანს და მადამ მაინც ცუდს რომ მიახტებით ხოლმე, ცუდი ყველას აქვს. 9 წელიწადში არ აშენებულა არც ერთი ქვეყანა და რაღაცა ცუდიდან შეიძლება უფრო ცუდში გადმოვედით აი ნაციონალური მოძრაობის დროს მე ვფიქრობ რომ გაცილებით კარგში და ეხლა ნენელა უკან მივდივარ ჩემო კარგებო და ამიტომ ვჩხუბობთ რომ კაი მინდა კი ხო პირადი დაპირისპირება არ აქვს მაგრამ რომ ეუნებით რომ ეს კაია არ არის ეს კარგი და რანაირად დაგეთახმოთ ეხლა მაგას დიდი მადლობა აი გომბორზე გადავიდა ისინი ახსენეთ და ამიტომ ხათუნა თან გადავა გომბორი ჩავიდა იმ ინაუგურაციაზე ძალიან თქვენი ერთი წუთი ინგა ინაუგურაციაზე მხოლოდ მე გახსოვარ და ეს ძალიან მომწონს მე რაღაც ხალხი გამახსოვდით შენ და ნატო დუმბაძე ეს არაა სხვათა შორის ცუდი ეს არ არის ცუდი დიდი მადლობა რომ შემამჩნიე მეც ვიყავი მიწვეული და მართლა სიამოვნები დავესწრებოდი ინაუგურაციას, უბრალოდ პროფესია მაქვს ისეთი, რომ ჟურნალისტი ვარ და პირდაპირ ეთერში უნდა მემუშავა, თორემ მეც ვიყავი მიწვეულთა შორის და ალბათ წავიდოდი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, რატომაც არ. ინგა, თუმცა რეალობა არის ასეთი. ყავს არჩეული პრეზიდენტი. თუნდაც თაკო შენ იცი მე რომ ძალიან მიყვარხარ ძალიან დიდ პატივს გცემ არ ვაწყვეტინებ ხოლმე მე ვერ გადავაცილებ დროს არ შემოვალ შენთან კამაჩი მაგრამ ჩემი ქმარი გაერთიანებული ოპოზიციიდან მე აღარ მინდა ამ იმ 9 წელზე იმ და ავად სახსენებელ 9 წელზე ლაპარაკი მაგრამ ზურა როდესაც გაერთიანებული ოპოზიციიდან
მიწიდან იყრიდა კენჭს ბორჯომში, მე პირდაპირ ვიდექი და ვუყურებდი ნაციონალური მოძრაობა ჩემს დასანახავად როგორ აყალბებდა არჩევნებს. საშინელებად არ გააწყვეტინე ეხლა ვერ გადავაცილებ. მაშინ ანუ მე რას მე ეჭვი ამიტომ ეხლა ამათმა უნდა გააკეთოს არგუმენტია. არა, არავითარ შემთხვევაში. მე უბრალოდ არ შეაწყოთ თქვენ რომ ეჭვი შეგაქვთ. არა, ეჭვი არ შეგაქვთ, ვუყურებთ ფაქტებს. არა, ეჭვი არა. ეს ჯერ არ ვიცით. როგორ არ ვიცით, ვიცით. ვერ გადავაცილებ. არა, ვერ გადავაცილებ. მადლობა, გისმენთ. არა, ვერ დაგეთანხმები. თუნდაც ერთი ხმით მეტ ადამიანს რო აერჩია სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად ის დღეს ასეთი რეალობაა რომ ის არის დღეს ჩვენი პრეზიდენტი. და მე ვისურვებ იმ სახელმწიფოში ცხოვრებას სადაც კანონი ყველასთვის კანონობს და ყველასთვის ერთია. მე ვისურვებ ისეთ სახელმწიფოში ცხოვრებას, სადაც ადამიანები არ მისცემენ თავს უფლებას, რომ პოლიციელს შეურაცხყოფა მიიღեն. მადლობა დიდი. ეს იყო ხათუნა ჟორდანიას ერთი წუთი, თაკო ეხლა თქვენ გაძლევთ, ირმა მერე თქვენთან გადმოვინაცვლებ ერთი წამი. და არც პოლიცია ძალიან ერთი წუთით ასმე. ვუშლით გხოვთ ხელს ერთ ვერ გადავაცილებ. რა თქმა უნდა, გაყალბება იყო ყოველთვის და მე იმიტომ ავირჩი 2012 წელს, მას შემდეგ ხმა არ მიმიცია, რომ ეს აღარ მომხდარიყო. და მოხდა. ამიტომ ვარ უკმაყოფილო. ამიტომ წავედი ოპოზიციაში და გავამაგრეთ გაერთიანებული ოპოზიცია და თუ იყო 400,000 ამომრჩეველი, ჩვენ ისე გავაკეთეთ, ამ გამაგრებით მივიღეთ 800,076 ამომრჩეველი. ანუ საქართველოს მიიღო ბევრად უფრო ძლიერი ოპოზიცია და ვულოცავ 2018 წელს ეს დიდი შედეგია, იმიტომ რომ ვაი იმ ქვეყანას, თუ მას არ ყავს ძლიერი ოპოზიცია. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიდარდოთ, რომ ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია. თუ გვყავს ოპოზიცია, ეს არის დიდი ბედნიერება. ეს ნიშნავს, რომ შენ ყავს კონტროლის ქვეშ საძაგელი ხელისუფლება, რომელიც ბედავს, რომ გააყალბოს არჩევნები და ხათუნას მინდა ვუთხარო, მე ჭორის დონეზე არ ვსაუბრობ ხათუნამ, მხოლოდ უკვე გაშიფრულ კადრებზე ვსაუბრობ, რომელსაც ახლა სტრასბურგს უკვე ჩვენ ყველაფერი მივაწოდეთ, გავამზადეთ, რა თქმა უნდა დადგეს ლეგიტიმურობა, ეჭქვეშ ეს სახელმწიფოსთვის არის კარგი, რომ მომავალში თაობებმა მიიღონ მადლობა ერთუდია, ანუ ნიშნავს, რომ მოპარული ხმებით მოვიდა ქალბატონი, რომელმაც თქვა, რომ ომი დაიწყო საქართველოს და სტრასბურგმა შეუსწორა, რომ ომი არ დაუწყია. დიდი მადლობა, ხათუნა დრო აღარ მაქვს. აი წამსვით რა. თქვენ ხომ ამბობთ რომ ფაქტები აქვთ და არ შემაქვს თქვენს კადრები. მე უბრალოდ რაც ნახე და ეს მე მაინც ვფიქრობ რომ უნდა გამოიძიო და მე ეჭვი მაქვს და ყველა მაპატიოს, მაგრამ იმ თქვენ მიღებულ ხმებშიც მე ისეთი გაქნილი არის რაიონებში განსაკუთრებით. როგორ? უამრავი ოპოზიციამ თუ გააყალბა ხმები, ვაი ამ ხელისუფლებას. არა, ეს შემაქვს რომ ხელისუფლება ამდენს გაერთიანებული ოპოზიცია სხვა ხათესთან გადავდივარ. ესე იგი ხელისუფლება მაშინ არ არის. ვერ მიიღება უბრალოდ. მე აი ეს უნდა დავაცილო. ირმა. ირმა სოხაძეს ვაძლევს სიტყვა. ესე იგი არსებობს უამრავი ხვეწები რა, ანუ იმდენი სათქმელი მქონდა და იმიტომ მოვედი, რომ რაღაცები მეთქვა და პრაქტიკულად ბევრი ვერაფერი ვთქვი. კი, ოპოზიცია უნდა ყავდეს ქვეყანას, უნდა ყავდეს ღირსეული ოპოზიცია. ხა გაიჟღერა, არ არის ყველას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ვერ იქნება, იმიტომ რომ ოპოზიციას აქვს კითხვები კი არ აქვს. სრული მიუღებლობა. პირველივე დღიდან აქვს მიუღებლობა, რომ ეს არ არის ჩვენი პრეზიდენტი. გამარჯვების შემთხვევაშიც არ არის და მორჩა, ხო? ეს ერთი. ეხლა ამას თავი დავანებოთ. ეხლა მე მინდა ორი სიტყვა ვთქვა, რა ელოდება ხელისუფლებას. მე ძალიან მომეწონა სხვათაშორის სალომე ზურაბიშვილის როგორც პრეზიდენტის სიტყვა. მართლა მომეწონა, ოღონდ ეს არ უნდა დარჩეს სიტყვა. ასევე ძალიან მომეწონა სხვათაშორის ახლა გამახსენდა 2 დღის წინ მე მგონი ტელეიმედში ჩვენი მერის სიტყვა. კახაკალაძე, არაჩვეულებრივი
ტექსტით გამოვიდა, მაგრამ რამდენად ეს იქნება? ორი დღის წინ შესაძლებელია. არა, ძალიან სწორი გადაწყვეტილებები. მე არ ვამბობ, რომ ეს კეთდება, ჯერ ბევრი თუმცა გამწვავდა ქალაქი, გალამაზ და ამაზეც მოდით, ნუ ვიდავებთ, რა. ნუ კარგავთ მაშინ უნდა მე პოლემიკებიან, კაცო და რა არის სასაცილო იმაში? მე მომეწონა. თქვენ მოგწონთ ვაშაძე, ღმერთმაში შეგარგოთ. მე ხარ ვიცინი ამაზე არა. ტირი. ძალიან. უკაცავად, აქეთა ფლანგს მინდა ვკითხო. იქ ამიტომ არ მინდოდა მოსვლა, ხტები, ამიტომ. ეს სარკაზმი და სიცილი უკვე ხელშემა გამოსული მართლა რა და აუტანელია. მე მომეწონა. თქვენ რაც მოგწონთ ვიცი და მოგწონდეთ, არ გედავებით. მაგრამ რას ვამბობ? ეს არ უნდა დარჩეს სიტყვებად. ხელისუფლების წინაშე არის საოცარი გამოწვევები. მე არ ვიცი რა უნდა ქნან, მართლა უნდა მოაბრუნონ, აი ბელტები პირდაპირ, ყველაფერი უნდა ყურებზე დადგენ თვითონ და დააყენონ ქვეყანაში, რომ მოასწრონ ის დაპირებები, რაც ბიძინა ივანიშვილმა მისცა პირველი ტურის შემდეგ ხალხს და რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა, არავინ ამაშიც ჩემი აზრით ნუ შემედავება, იმიტომ რომ ასია. კიდევ აქვს ამ ადამიანს ნამდვილად ის ავტორიტეტი, რამაც შეატრიალა ძალიან ბევრი გაბრაზებული ადამიანი, ვისაც არ უნდა ნაციონალური მოძრაობის მობრუნება, მაგრამ ამათი ატანაც აღარ ქონდა, იმიტომ რომ ბევრი რამ არ ხდება ისე, როგორც ჩვენ ქონდა მოლოდინი, იგივე ტყიბული, იგივე შრომის უფლებები, იგივე ბავშვები, ყოველი მეხუთე მშიერი. ჩვენ რო ვიცით და ჩვენ რო წინს კი არ ვიცინით ამაზე. ცრემლებამდე წინს რომ ამ ხელისუფლებამ რომლის ხარდამჭერები ვიყავით და ვართ დღემდე ვერ გაამართლა. ამაზე მე ძალიან ვდარდობ. და მოდით აი ყველამ ერთად ხელისუფლებასთან ერთად ვეცადოთ პირველ რიგში მათე ჩვენც ხელი შევუწყოთ, კი ნუ შეუშლით სტრასბურგით და დაჩივლებით და დასმენით, რომ ეს გავაკეთოთ და ეს ერთი წელი გზით ვიაროთ, რომ ხალხზე იყოს ეს ორიენტირებული. ნახოთ რამდენად შეიძლება. და არა მართლა რაღაცა პირად ინტერესებზე ხარ შეიძლება შეგავსავთ. მეილა გაფრინდაშვილს ვაძლევს სიტყვას. დამთავრდება მეგობრებო, მე უკვე გადავაცილე და აღარ შევაწყვეტინოთ ერთმანეთს, ვისაც არ უთქვამს, მხოლოდ მათ ვაძლევს სიტყვას. დიახ. ნეტარ არიან მორწმუნეები. აი ახლა უსმენ ამ არაჩვეულებრივ ხალხს. ძალიან მიყვარს სათითაოდ სუყველა, მაგრამ აბსოლუტურად არ გეთანხმებით. იმიტომ რომ ქვეყანაში არაფერი არ კეთდება, აბსოლუტურად. იმ სააკაშვილმაც რაც გააკეთა, ისიც უკან წავიდა. კრიმინალმა წაიღო მთელი საქართველო. ნარკომანიამ ხო წალეკა და წალეკა, რაც მართლა მოსპობილი იყო. ქვეყანა არის სულ სტაგნაციაში. დიახ, დავაშულებინოთ ლეილას. მაპატიეთ, მაგრამ ქვეყანაში არის სრული განუკითხაობა. ის ჩაცუცქული ბიჭები ისევ ჩაცუცქდნენ, რომ ჩაცუცქულები იჯდნენ. ხო, ჩვენ სეზონში დიახ. ასე რომ ჩვენ სეზონში დიახ ხო და უყურებ ქვეყანას და მეწოდება ჩვენი ქვეყანა და რაც შეეხება კახის იმას რა ქვია მერობას ეს უკვე არის კოშმარი ყველაფერი წაართვა გაჭირვებულ ადამიანებს არც წამლებს უფინანსებს არც ვაუჩერებს აძლევს თაწყალი ადამიანებს რომ ის ვაუჩერები სოციალარიანი ვაუჩერები 5 დღის განმავლობაში თვითონ ტაქსით დავდივარ ძაკმაყოფილები არიან დიდი მეგობრებო, დიდი მადლობა. ნატოს ვაძლევს სიტყვას, ნატო ბძანეთ შემდეგ ასმათი და დაასრულებს გია. გისმენთ. რა გამოწვევებს ველი, ანუ 2019 წელს. მინდა რომ ვისურვო, რომ ჩემ ქვეყანაში აი ეს დამთავრდეს ყველაფერი. მინდა რომ აი დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი, ბატონი ბიძინა. პოლიტიკაში დაბრუნდეს და პოლიტიკაში დაბრუნდა ევანიშვილი. არა, ხელისუფლებას. პრემიერად გული. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იცით რა ააშენა, მე არ უკარგავ მიხეილ სააკაშვილს იმას, სხვათა შორის. მე პირადად ეს ჩემი სუბიექტური აზრია, არ ვუკარგავ, რომ ნამდვილად დღესაც მთელი რუსეთი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ცუდი ურთიერთობა გვაქვს, ხო და არა ჩამოდის საქართველოში და ახალ წელსაც, ანუ ეს წლების განმავლობაში ხდება. რა თქმა უნდა, მან გააკეთა, მან ააშენა სახელმწიფო, მაგრამ
გადაცდომები იყო. მოდით შევთანხმდეთ. თვითონ მისი პარტიის წევრებიც ამას ამბობენ. უბრალოდ არა, იცით რა, მე ვფიქრობ, რომ უნდა დაბრუნდეს ბატონი ბიძინა პრემიერად თუ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. იცით რა, ყველა ვინც სააკაშვილმა იგივე გაუშვა ემიგრაციაში, ისინიც კი უნდა დაბრუნდნენ და იცხოვრონ თავის ქვეყანაში. ძალიან გადავაცილე უკაცრავად ასმათ ყაბლაძეს ვაძლევს სიტყვას და მე მოვისმინე გუშინ თუ გუშინ წინ მგონი გუშინ მოვისმინე რომ ძალიან ბევრი ევროპის ქვეყანა, ბულგარეთი, რუმინეთი, პოლონეთი, საფრანგეთი ითხოვს რომ მივიღებთ ქართველებს სამუშაოთო და ეს ჩაითვალა ხელისუფლებამ რომ რა კაი რამეს აკეთებენ. მამაცხონებულებო, აქ აშენეთ რაღაცა ქარხანა, აქ გააკეთეთ რაღაც, აქ დაასაქმეთ ეს ხალხი. სად უნდა წავიდეს ჩემი ახალგაზრდები სამუშაოდ იქ და იქ არ ჩამოვიდეს. უნდა აშენდეს აქ, უნდა აშენდეს. ნუ შემეგამათები უნდა აშენდეს. რას დაბარაგო, არ უნდა შენდეს ქარხანა? არ უნდა შენდეს, ფაბრიკა უნდა შენდეს, არ უნდა ეკონომიკა წინ არ უნდა წავიდეს, უნდა სოფელი არ უნდა აღდგეს სოფელი, სოფელში არ უნდა იყოს სკოლა, სინათლე, ინტერნეტი, გზა, წყალი, ყველაფერი გაგიძახება. არ მინდა არა, კი, რა მინდა გითხრა, ეს არჩევნები და ეს ყველაფერი როგორ, აი მე ხო გითხარ. ეს ძველი ხელისუფლება, ახალი ხელისუფლება ამოვიდა ხელში მაგათურება ყველა. იქ მაცალე ლაპარაკობ. შენდა უბრალოდ ვარ. თქვენთან ერთად მაცალე. პინგ-პონგივით არის, გადაგიგდე არჩევნები, გადმომიგდე უკან და ასე ხანი საყალბებს, ხანე საყალბებს, ასე ხდება და მადლობთ. და გარდა მაგისა ის სახეები რო აქვს ახლა პარლამენტშიც და აი ეჟენი არიან რაღაცა. კარგი რა, იყო ილია, იყო ვაჟა, იყო აკაკი, იყო galaktioni, ვინ ახათ მამაცხონებო წარმოჩინებული წარდგინებულების სახით ხო ხარ? არავინ არ ახათ. დღეს რაღაცა ვიღაცამ დაგინახათ, ხვალ არც გაგახსენდებია. ასეთი იყო მოკლედ დღევანდელი რეაქცია, უბრალოდ ძალიან გადავაცელა. უნდა დავასრულო. რთული ეთერი მქონდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დარწმუნებული ვარ, მე ასეთი განცდა მაქვს, მოლოდინი მაქვს, რომ 2019 წლიდან ჩვენ უბრალოდ აღარ მოგვიწევს საუბარი მხოლოდ რაღაც წინასაარჩევნო დაპირისპირებებზე, მხოლოდ წინასაარჩევნო ემოციების კასკადი აღარ იქნება. ძალიან რთული გამოწვევებია ქვეყანაში, პირველ რიგში ვამბობ ისევ ეკონომიკური, სოციალური მიმართულები და ჩვენი გადაცემაც 2019 წლიდან გეგმავს რომ დეტალურად გავაშუქოთ ხოლმე ყველა ის პრობლემა, რომელიც აისახება რიგით ადამიანებზე. აი იმ ადამიანებზე, ვინც დღეს გახსნა რეაქცია. მადლობა რომ გვიყურეთ, მშვიდობას გისურვებ და კარგად გრძანდებოდეთ.